მიხდება? მადლობა. ხო და როგორ ხარ შენ ინტერნეტ პლატფორმებთან? ზოგადად ახლოს ხარ ძალიან? მოდი ახლა დაგამეგობრებ ეგეთ ახალთან. ახალ ინტერნეტ პლატფორმასთან არის ესეთი ბეცონ სპორტი, ვებგვერდი არის, სპორტული არხების ინფორმაციული, რომელიც ჩვენი მეგობარი გახდა. მე ჩავიწყე. ჩაიწერე და ასევე შემოგთავაზებ ირლანდიული ვისკი, Hartford 1708, რომელსაც ვიცი რომ ცოტას მოვწრობავთ. და კიდევ ვისთავაზობთ, მეც გზადაგზა დაგაწევთ. კარგი. ნუ რა ვიცი, შენ არ იწევი რომ რაღაცებს შემოთავაზებდი. ხო, ვიღაცები გვიგზავნიან ვეიპებს. ოღონდ არ ვიცით ვინ. არ თქვა ეხა ვინ. არ ვიცი, აზე არა ვარ. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ვეიპორია, მაგრამ ვინ არის არ ვიცი. მე მაგათი იმედი არაფერში აღარ მაქვს ზოგადად რომ იცოდეთ ის. კაი, როგორ ხარ? კარგად ვარ. კარგად, ერთი რაღაც უნდა გითხრა. კონცერტის მერე ძალიან მინდოდა რომ მოვსულიყავი და რამე კომპლიმენტი გამეკეთები და მომერიდა. აი, მე რატო? რა მორიდებული ვარ. ეხლა გააკეთე. ეხა უფრო, აი კამერებთან უფრო გაბედული ვარ, ვიდრე პირად კი არა და ცხოვრებაში. რაღაცა დაცული ხარ, რომ არავინ არ გერჩის მაგ დროს თუ რატო კამერების წინ. ხო რა. დასუყება შენი გამი რა. ხო და როდის ჩამოხვედი? რა კაი. ჩამობრძანდი როდის იყო? 3 დღეა რა. ხო, არ თქვა თარიღები, იმიტომ რომ ხეცი როგორ დაიდება აქ-იქ. თუ იგი ლოცავთ. დღეს შობა უშე. რა არის ფშიგა? არიდები არ თქვათ და შობა. არა, ჩამოსვლის. იმინეშვიდში, აბანოში შობას გილოცავთ, ხალხო. მე გილოცავ. მაგიტომი კეთი ისევ დავიწყებ ჩვენი თანამებრძოლების, რომლებიც უკანონოდ იხდიან ციხეში, პირველ რიგში მაგათ უოცავ და მთელ საქართველოს შობას. ასევე ჩვენც. გიერთდები. აბა, გავაგრძელოთ. რას ვაგრძელებთ რომ მოყევი როგორ ხარ? ხა, როგორ ვარ რა? აი ეს ჯამში კარგად. ცოტა გუშინ ერთი პრობლემა მქონდა, სახში რომ მოვედი გაზის მოყევი, თავის ყველაფრით მოყევი. ცენტრალური გათბობის ბაკია ვერ ჩავთე რა და არ მქონდა არც გათბობა და არც ხელი წყალი და მეთქი დამერხა რა, ხვალ ჩაწერა არის, უეჭველი უნდა ვიბანაო რა. და ვერ ვახერხებ და ღამის 4 საათზე ვიყავ ბახალას. ბახალა მიშველე. ჩემ პრობლემა იყო რომ ან დასაბანი ვერ მოვიდოდი რა. და მეთქი ბახალ გამოგივლი ხვალ და რაღაც დამახვეცრე ხელი წყალი რომ შევარდე და წავიდეთ რა. მე მამა ჩემ მოვიდა და გადამარჩინა. ხო და მე თან მივხვდი საბოლოოდ გაიგო რომ ძალიან მარტივ რაღაცაში იყო წინა დღეს გაზი არ იყო და მე გადასატვირთი იყო დარესტარტებელი და აი რომ მითხრა ვეღარ მოასწარი რომ მეძინებო და დილით ვეთყვით რომ დაარესტარტკეთ. მე მიხარია ხოლმე გაზი როცა არ არის. იმიტომ რომ ეგ იმას ნიშნავს რომ არა აბანოში მივდივარ. ხო. ანუ მიზეზი მეჩითება რომ გოგირდები აქიდან შატპერ აქ სულ არის გაზი და შატპეროსტულზე რო ცხოვრობდი მაშინ ხშირად მიდიოდა გაზი და მივდიოდით მთელი ოჯახი საბანაოდ მაგრამ ასო ის რამდენი ხანი არ ყოფილვართ აბანოში? ხო და წავიდეთ. ძალიან ბევრი წელია თავის ჩაის რო ვსვათ ხოლმე. ხო მეკისე მეკისე ხარ მეკისესთან ნამყოფი? აი ნამდვილი ადამიანი ხარ. ტელეფონით გამოვიძახე და გამოიძახე? სახში მოვიდა მეკისე? არა. რა შედიხარ აბანოებში ხო რაღაცა ოთახი. კერძო ოთახი მქონდა მაგ და ტელეფონით შეგეძლო რა რაღაც სერვისები იყო. ხო ისე რა აზრის ხარ ერთი ეპიზოდი რო ჩავწეროთ აბანოში. მე მაგარის ძალიან. ეგ ხო ჩვენი ბუნებრივი გარემო. თან რო ხისავს რა და რო ლაპარაკობ და რო გაწყვეტინებს ცოტა რო რაღაცა ხო გვაქვს გადაღებული ჩვენ. გადაღებული არ გვაქვს. იელოდაკის კლიპის მე მაგის ათხანიაკში მომიწია მე მის ტყავის გაძრობა. კარჩი ორი ცუდი გამოსtildeება მაქვს იმაში აბანოში რა. ერთი იელოდაკი რო გადავიღეთ ჩვენ ძველი ვიდეო არის. რაღაც შეღებილი ვიყავი და ვერ მოვიშორე და იქ მეკისემ ერთი 10 ქისა გააფუჭა ჩემზე და ბოლოს რო ისქნა რა ქვია. მორჩა სისხლიანი ვიყავი სულ და ერთი ორ დღეში რო გახმა ეს სისხლები ვიყავი კუსავით ის პანცელი და ისე და ერთხელ კიდე ბაკურამ წაგვიყვანა და ბაკურამ ხელტყავიან ანუ გასაგები ბაკურამ თქვა რომ ბოლომდე ესე უბრძანა რა და იმან ბოლომდე და ამან აიტანა და მეც ნავი დაუჯერე და ბოლომდე უთხარი და იგივე გამიკეთა შეჭი აუ სანამ ანუ ბოლომდე ჩაჭერით და აი ესე გაჭერს რომ მე სისხლები მოდის
ერთი რაღაცა უნდა ვქნა. ეგეც ფეტიშია ხო რაღაც. როგორც აღმოჩნდა ბაკურას ფეტიშია და მიჩვეულია ტიპი რა. არის უხერხული სიტუაცია უნდა შევქნა ხა რა. გოგა შენ გეხება რა. ყველაზე მეტი კომენტარი რაც მაქვს მუგზე იმის გარდა რომ რა მაგარია რაღაცა რო ლაპარაკობთო რაღაცაზეო. ძალიან გვინდაო რომ ფოტო გაიჩითოსო. ვეუნე რო იცოდეთ ხალხნო ვეუნები ხოლმე და მაიგნორებს და ეხა ვეუნები ის კამერების წინ და იქნებ გაითვალისწინოს და იქ ბატონო აი მაგალითად ელოდაკი რო ახსენა უცებ ბახალას ფოტო ელოდაკის შეღებილი რომ მოყვა დავდე ფოტოს თავის დროზე და ხომ არა იმის მერე არის არ ყოფილა მოკლედ ეგ კომენტარი ხალხი ყველა მეუნება რომ ფოტოები გააძრეთ არა ზოგადად პერიოდზე ან ტიპებზე რო ლაპარაკობთ ყველა რო ამონათდეს და ეგ უგეშა არის ამისთვის ძალიან ბევრი გამოდის ხო ბიჭო მე მგონი რომ პირიქით ის იქნება პირიქითო ამბობს ნახე დაწერეთ აი მოდი ერთი წუთი აი გეტყვი ხალხმა დაწერს ახლა იმას არ არის ხო ხვდებით ახლა манипуляცია იმისი რომ კომენტარები დაგვიწერეთ მაგრამ კომენტარებში დაწერეთ გინდათ ფოტოები თუ არ გინდათ მე მინდა და გოგა თვითონ მიხვდება მაგას გოგა კითხულობს ყველა კომენტარს და მე ჩვენ თქვიყვება ხო ბოდიში და ეხა რა ფოტოზე იფიქრე? ნუ აი რა ნებისმიერ ეხა რო ყვება ელოდაკიო რა შეიძლება ვიღაცა მართვის რა არის ელოდაკი და ელოდაკი არის ჩვენი კლიპი ძველი პირველი სადაც ბახალა არის შეღებილი სუწითლად აი ეხა რო გაჩითულიყო ეგ ფოტო კერო წარმოსახვითი ხო დაინახავდა რომ რაზე ზოგმა არის ის რა არის ელოდაკი და დაინახავს რომ თურმე შეღებილი ხო ხოლილი გვაქვს ახლა აღარ მოვყევი იმიტომ რომ რაღაცა შემღებეს კედლის ბუაში და არ მოშორდა და ნაიჯოჯო მოკლედ მიწყეს კარგი აღარ ინტოქსიკაციით კი ნაღამ ჩვენზე საკმარისი მე ქისით მოვყევი მე წინა ეპიზოდში ვნახე ბედინას რომ გავარო ეს ფოტო რო და მე ამონათდა იქ აჰა რა გინდა აკეთებს უყურებს ბიჭო აზე არ არის რა გადის ხო ეგეც არის ხო კაი წავ რასაკეთებ ბერლინში ბერლინში არ ვარ რას მელაპარაკებ ნახე ხო ანუ საქართველოს გონიათ გერმანია მხოლოდ ბერლინი არა მე ნურნბერგში ვიყავი ცოტა ხნის წინ ხო ამე ვცხოვრობ ჰალეში ჰალეში არის ჰალე გერმანიაში არის ორი ჰალე მე ვარ ჰალე ანდერ ზალეში ზედა ჰალეში ხარ თუ ქვედა ჰალე ზედა მე ჰალე ვიცი კუნცჰალეთი ლაი ხო კუნცჰალე ეს ჰალე ზოგადად ნიშნავს დარბაზს დიდ ჰოლ აიგერ ლაიფციგთან ახლოს არის რა ძალიან კარგი აი რუსთავი თბილისის თემა არის ზუსტად ხო და იქ ვსწავლობ უნივერსიტეტში ხელოვნების უნივერსიტეტში ქანდაკებაზე უკვე რა ვიცი ქანდაკებაზე მართლა მაგრამ ანუ თავისუფალი მიდგომა არა უნივერსიტეტში მაინც ქანდაკებას ანუ არ ხარ ვალდებული რომ ქანდაკება აკეთო და ქვაზე თალო და რაღაც ანუ ხატავ და მალე დავამთავრებ რაღაც დიპლომის ფაზაში შევედი უკვე და ხო ანუ ჩემი უნივერსიტეტი არის ქალაქში და მაგიტო ვცხოვრობ იქ თან ბავშვიც მყავს და ბავშვი სკოლაში დადის რაღაცა ეს კომფორტი მაქვს რა მოწყობილი აღარ ხო ანუ თან სიმშვიდე თან კიდე ზედმიწევნითი ან მონოტონია რა ერთფეროვნება რაც ანუ მოსაწყენი არის კი იმიტომ რომ რაღაც პატარა ქალაქია და ესეთი რაღაცა აი ხშირად რო გადიხარ გარეთ 8 საათზე უკვე არავინ არ არის ქუჩაში და მე უფრო თბილისში რო გავიზარდე მაკლია რა ეს ქაოსის რაღაც ხმამაღალი პიპინი ქუჩების რა აი ყველანაირად ვცდილობ რომ მეც მოძრაობაში ვიყო რომ რაღაც არ წამიღოს ამ მონოტონიამ ცოტა რაღაც დეპრესიულ თემაში და არის რამე ცხოვრება კულტურული რამ კონცერტები რაღაცეები ხდება კი როგორ ანუ ძირთად ლაიფციგში მაქვს ხოლმე კონცერტები ანუ ლაიფციგ ჰალეს ძალიან კარგი კონექშენი აქვს რა თუნდაც ახლოს ანუ ეს სცენები ერთმანეთთან ძალიან გაცვლით რეჟიმში არიან იმიტომ რომ რუსთავის თბილისი ქუთაისი ხო ანუ ჯერ იმიტომ რომ 9 საათში ხარ მატარებლით რა და აი ეს გზის მობილური სიმარტივე გიქმნის უფრო რაღაც ხელმისაწვდომობას რა უფრო დიდ ფართომასშტაბიან თუნდაც საკონცერტო სივრცეებთან ან ხო რა ანუ მე ერთმანეთში ლაპარაკობენ და უცბად ჩდება სხვადასხვა რეკვესტები რომ აი აქ დაუკრავ იქ დაუკრავ და ბერლინი წამოვიდა ანუ ძირთადად ამ სამ ქალაქში მაქვს რა ბერლინი ლაიფციგი ჰალე უფრო ნაკლებად რაღაც თემაში ან მიუნხენში ბილეფელდში და რა ხალხი დადის
მაგ ხო ის პონტი არ არის შენ შემთხვევაში რომ ემიგრანტები დადიან, იმიტომ რომ აქედან ვიღაცები მიდიან ძირითადად ემიგრანტები არ ხონდა იქ იქაური პუბლიკა ყავს რეალურად. ყველანაირი რა. მემარჯვენეები არ დადიან. მემარჯვენეები. ისე ბერლინს აქვს ხო ქართველი არტისტები რო ჩადიან ძირითადად ქართველები მიდიან. კი, იმიტომ რომ საფორთია რა, ანუ გვერდს არა, ქართული ყველა ვარიანტში მოვა, მაგრამ იქაური პუბლიკაც რამდენად დადის ისე ბერლინში ხარ გავაკეთეთ ზმუკის ლაივი. ხო თქვით რომ უნდა გავაკეთოთ. ლაივი. და მივაბათ ლაივი. ხო, მაგას კი ისე ჩაწერას ვაპიროთ ბერლინში, მაგრამ თან რამე კლუბში რაღაცაში ლაივი შეგვიძლია ხიოთ. აი, სადმე ტრეზორში ქვემოთ პადვალში. ხო, ანუ პუბლიკა ძალიან სხვადასხვანაირია რა. ასაკიც მერყეობს ხოლმე. ხო და რამდენი ხანია წასული ხარ? მე რაღაცნაირად მძაბავს ეს. ციმციმებს ისე იცი? რომ მოიხსნის როგორ გაგიტყდება? ციმციმებს, ა? რომ მოიხსნი გაგიტყდება. გავიგე, მაგრამ ძალიან ახალი წელი იყო. არ ვიყავი შენ. ერთის მეცვი. აი ცოტა ხანი გეკეთოს. ეს არის ციმაკური და ციმას ეწა. ხო და აბა შენია, всё, მაშინ ამას გაჩუქებ. ესეა, ხო? კი. აუ თან იმ ფონსაც ძალიან მოუხდი უკან. ეგეთივე ციმციმა. ყველა შენია. კი. ვაფშე. რამდენი ხანია წასული ვარ? ხო. მე ვარ წასული, დაიცა. 18 წლის რო გავხდი. სკოლა რო დავამთავრე, საატესტატო გამოცდები დავწერე და წავედი. მართ ამ წელია მართლა? კი. ან 15 წელია უკვე. და სუჰალე? არა, ჯერ ჰანოვერი. ჰანოვერში გახსოვს რომ გავჩერდეთ. კი. ბატონო. მე იცი რა ამსტერდამიდან მოვდიოდით ბერლინში მანქანით და ძალიან დავიღალეთ გზაში და ჰანოვერში გავჩერდით და სასტუმროს ერქვა მარჯანი. მართლა აღასოს ეგრე. მაგრამ ის მარჯანი? ხო. რაღაცა საქართველოსთან რაღაცა კავშირი ქონდა. მარჯანი. უფრო ალბათ რაღაც თურქული იყო ალბათ. რაღაცა იყო ბაზარი. მარჯან, ალბათ არ ვიცი. მაგრამ ხო ერთი ღამე მახსოვს. ოღონდ ეგ არის, აუ, ისეთ ბიზური უნდა შევიყვანო. იმ დროს ხდეს დარწმუნებული ვარ შენ დაბადებული არ იყავი, ალბათ. როგორ არის? რატო? რამდენი წლის ხარ? 33. არა, ხო, მაგრამ ერთი 20 ნუ 2003 იყო. 20 სო? 2-3 სადაც. მაგ პატარა მეგონა. ხო, პატარად გამოიყო. ხო, მაგას ვაფ. ხო და კაი, მგონია პოლიცია ხარ, მოიხსენ. ციმციმა პოლიცია. მოყევი, ხა ძალიან საინტერესოა იმ რეალობაში ეს საუნდი რაც გაქვს აღებული. ვაფშე დაიწყე მუსიკასთან საიდან გავდა. ხო. და აი საიდან დავიწყო. აი აქ დაამთავრე სკოლა. აქ კონდა რამე ვიღაცებთან შეხება, ვინც სადღა მუსიკასთან იყვნენ. მუსიკალური განათლება გაქვს? შემაგით დაიწყე. მოდი. დავაი. 5 წლის ვიყავი. რა შემიყვანეს ანუ დავიბადე ბოლნისში ისე რომ იცოდეთ. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ. ჩემთვის ანუ მაგის ხსენება რა ყოველთვის, იმიტომ რომ ეს ბავშვობის ეს ნოსტალგიური რაღაც მომენტები ეხლა მომიტივდება ხოლმე თავში და ეგ არის ამ მე მგონი ამ ჟღერადობის ერთი მთავარი ფაქტორი რა, განსაზღვრელი. ხო, ან ბოლნისში შემიყვანეს ფორტეპიანოზე, მე გადავედი თბილისში, იქ დავამთავრე 10 წლets ჩავირიცხე, თუმცა 7 წლად დავამთავრე, გამოვედი. რატო კონსერვატორია იყო გეგმაში, იდეაში? არაფერი არ მქონდა გეგმაში. ანუ კონსერვატორიაში არ მინდოდა სკოლის მერე, თებარებ. და პარალელურად შევედი ვიოლინოზეც 7 წლეთში, ანუ ვიოლინოზე. პარალელურად ხდება ფორტეპიანო და ვიოლინო. და ეგეც დავამთავრე. რაღაც სხვადასხვა სკოლები იყო. ხო. ხო, ანუ მე ორკესტრშიც უკრავდი, სკოლის ორკესტრში, აქედან რაღაც გასტროლები მქონდა გერმანიაში. და სოლფეჯო მიყვარდა ძალიან რა. ანუ ეგ იყო ჩემთვის ყველაზე ადვილად მისახვედრი თუ აი ყველაზე მეტად მაგ სფეროს გავუკედა. ალბათ კაი მასწავლებელი გყავდა. ანუ მეცვლებოდნენ მასწავლებლები. მე საერთოდ ვერ ხვდებოდი სოლფეჯიოს, რა უნდა. არა, მეც კარგად ვიცოდი სოლფეჯი. მე ვერ გავიგე რა უნდა. არ ვიცი, აი რაღაც მათემატიკური ტვინის თემაც არის რა. ეხლა მე მაგალითად ძალიან ეხო თავიდანვე როგორც აყვები და გაყვები ეგრე არის, სადღაცას თუ გაჩერდი მე დაგენც რა, როგორც დაახლოებით მათემატიკაში ხდება. ხო, ახსნასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ შეიძლება რომ რაღაც აი თვითონ ფორტეპიანოს კლავიშები გიხსნის რა, და ბევრ ამას. კი, ზუსტად. რატო არის ეს და ანუ ციფრები საერთოდ რა კავშირშია მუსიკასთან, ხო?
და აქ შეგიძლია გადაითვალო. ანუ ვიოლინო მაქრივა ძალიან რთული, რომ უნდა გაარტყარა თითით და სმენით უნდა მიხვდე, სად უნდა დადო. ზუსტად, ავისი რა სიგიჟიანი ხო. უკრავ ანუ ვიოლინოზე ხარ? მართლა? ანუ კარგად არ აი დამოვიწყდა. კარგად ვიცი რომ ვერ დავუკრავ, იმიტომ რომ აი ჩვენ მეგობარი არის, ალტზე უკრავს და ვიცი რომ ანუ ყოველდღე თუ არის რეპეტიცია, დარხეული გაქვს რა. ხო, ანუ მაგას ჭირდება, თან კარგი ვიოლინო უნდა გქონდეს, რომ შენც ქსიამოვნებდეს. კი, ზუსტად. შენივე დაკრულის მოსმენა, იმიტომ რომ აი ერთხელ რაღაც ვიოლინო ვიყიდე 50 ევროთ რა, ქარხნული გერმანიაში და ვუკრავ და მეზობლისგან მომდის SMS-ი, რომ გეხვეწებიო, გაჩერდი თავი მტკივაო და მაგის მერე ცოტა ისევა, რომ აი აღარ ვეკარები რა. მაგრამ რა პრინციპში ხა მეზობელი მე ვიოლინე დიდი დოზით თან რაღაცა მაგის სიხშირე ისეთია რომ რაღაც პონჩი შეგაწუხებს. მაგრამ ანუ არ დავიმთავრებია ვიოლინოს ან ურთიერთობა მაგიტო, მაგრამ კარგი ვიოლინოც არ მქონია რა მაგის. ხო და ანუ აქ საქართველოში ვიყავე ბენდში სხვა შორის უკრავდი კი ბატონო ერქვა ბენდს. ოღონდ მართლა არ გამიგია. 2 წელი თემებაში 2 წელი არსება რა მაგ პროექტმა მგონი. 7 თუ 8 ბენდის წევრი ვიყავით. აუ როგორ folk რამე ჩანაწერები არსებობს? კი არის YouTube-ზე. აი გოშოდებს ჩათვალეს. და უკრავდი გიტარაზე. კი ბატონო. კი ბატონო. შემოიხედე გენაცვალე. მერე და ან ჩემი წასვლის დღიდან კი ბატონოც მალე დაიშალა. ვახ, შენ რო წახვედი მაგითო? ჩემ გამო. ხა და გერმანიაში სულ სხვა გარემოში მოვხვდი რა. ანუ ჯერ იმ დავიწყოთ იქ და აი რატო მინდოდა გერმანიაში წასვლა და რატო ავიჩემე რა ეს აი დეჩე მეუნება რომ 10 წლიდანო შენ ზუსტად იცოდიო რომ სკოლის დამთავრების შემდეგ წახვიდოდი გერმანიაში და იქ ცხოვრებდი და მე რა დაუფიქრდი რა ეხლა დავბრუნეთ ბოლნიში აი ბოლნიში ბავშვობაში მქონდა რაღაც იკეას კატალოგი გერმანული და ფურცლავდი ხოლმე ძალიან მაინტერესა ეხლა მაშინ არ იყო ესეთი სხვაგან რა ხდებოდა ისე ვერ გაიგებდი და იკეას კატალოგიდან ვათვალიერებდი როგორ ცხოვრობდნენ ბავშვები რა აი იქაც ხო ყველაფერი დადგმული იყო მაგრამ მე მეგონა რომ აი რა კარგია როგორი ბედნიერები არიან რა კარგად აცვიათ ვიღაცას როლიკები აქვს ვიღაცას მაგარი ველოსიპედი და ჩვენ რაღაც აი დინარ მაშავერაზე მივდივართ და რა კაზრეთის ნარეც წყალში ბანაობთ რა და რაღაცა ისეთი პროტესტის განცდა გამიშთა რომ ჩვენ რატო არ გვაქვს და მე მინდა რომ ეხა ეს მქონდეს და მე მგონი ეგ იყო რა მთავარი მოტივი რომ სხვანაირად გამეგო თუ როგორია სხვა ცხოვრებაც რა და ჩავედი და აი სულ სხვა ცხოვრება სულ სხვა გარემოში აღმოჩნდი რა როლიკები და რა მომხმარი ბავშვები ეს სკოლიდან რო წახვედი რო ამბობდი მაშინ გავიაზრე თუ სად მოვხვდი რა რას ნიშნავს დავთვლი სკოლიდან სკოლიდან რო წავედი ზაბრუკენში ჩავდიოდ ხოლმე იქ კარგი იყო. იქ რაღაც ყველანი ერთად ვიყავით მხიარულება იყო. მარტო არ ვიყავი და მე რომ მოვხვდი მარტო უკვე ჩადიხარ შიგნით შედი. ხო, ანუ ია, ქვევით ჩავედი რა. დაბლა ჩავედი. ხა და რასაც ქვია, აი კონტრაქტით მუშაობას, აი პირველად მაშინ მოვაწერე ხელი და მაგის მერე მივხვდი თუ რას ნიშნავს იყო იაფი მუშახელი გერმანიაში თან უცხოელი თან გოგო თან პატარა თან რა ვიცი რა ყველანაირი ეს მქონდა წინაპირობა რომ აი ეს მოემართათ რა ჩემთვის და ანუ 4 წელი რაღაც გავძელი და აი ანუ ეს მუსიკა სად მოგიწია ეს თავიდან მუშაობა თავიდან ოპერად ჩავედი როგორც ჩვენ ანუ ბევრნი საქართველოდან ეგ რა არის გოგა რაც არის ოპერატორი არა ოპერატ ოპერატ რომ ღერი არა კაი ნუ მაგიჟებთ უძინარივა ოპერა აუპერ ანუ აუ ტირე პ ა ი ერ ესე იწერება ძიძა ხო ხო ბებისიტერი ვარ რა ოღონდ იმოჯახთან ცხოვრობ მივხვდივსო საჭმლის ანუ საჭმელს გაჭმევენ სითბოში ხარ და თვეში გიხდიან 260 ევროს. ნუ მაშინ იყო რა ეგ. ანუ მაშინ ხო შედარებით ალბათ იყო. და ვალდებულები არიან რომ ერთი გერმანულის რაღაცას ენის კურსი დაგიფინანსონ. ხო, და ანუ მე მომიწია ცოტა ეს ჭიდილი რა ამ ოჯახთან, იმიტომ რომ თან მე ამირჩიეს ოპერატ საქართველოს თან მეუნებიან რომ ეს უცხოელები ჩამოდიანო და
სამუშაოებს გვართმევენო რა. ანუ ცოტა მემარჯვენე ფლანგი იყო და არად ბავშვები ძალიან საყვარელი ბავშვებს რას ვერჩი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა მოგეჯახენ. მე რა გადავედი რაღაც დამოკიდებულება იქნებოდათ ხო გასაგებია როგორ იცი? ხო რა და დედა ცოტა კონკურენცია შემოვიდა ჩემთან არ ვიცი რატო და აღარ მინდა გავაგრძელო. მაგრამ მაინც კარგი იყო. ხო. ბევრი რამ შემძინა ამან დამოკიდებულება რაღაც საკუთარი ანუ გამომუშავებული ფულის ფასი რო იცი და მიდიხარ და სწავლა პარალელურად C1-ს ვსწავლობდი რა გერმანულ ხო ენის კურსი გავიარე. ანუ ენა ვიცოდი კარგად, ეგ არ იყო პრობლემა რა. რო ჩახვედი უკვე იცოდი? კი, კარგად ვიცოდი. ანუ გერმანიის ფანი ვიყავი სერიოზული, მე გავხვდი რა, ბავშვობა დროშა მეკიდა გერმანიის ოთახში და შალი მქონდა გერმანიის. ცოტა რაღაც საჭერები მქონდა რა სერიოზული, ანუ ობსესიური ტიპი ვარ ზოგადად. და ანუ ხა მე მოხუცებთან ვიმუშავე 3 წელი. ეგეც არ იყო მარტივი და მე დავარსულდი და ბავშვი გავაჩინე და ანუ ამ პასუხისმგებლობას ვერ გამოვეკეცი ვერანაირ. ანუ სულ ვიღაც ზრუნველობაში ვიყავი ჩართული რა, ვიღაცისთვის ზრუნვაში და ჩემი რაღაც აი ამ მუსიკის მიმართ ბედის გახსნა იყო, რომ ჩავირიცხე უნივერსიტეტში, ანუ ხელოვნებას რა. და აი მაგას სხვანაირი სამყარო დამონახა. აი ვინ ვიყავი, რატო ვიყავი ესეთი, ანუ ბევრ კითხვაზე ხო გამაცემინა პასუხი რა, ჩემი მე თავდაჯერებას და ყველაფერს მოგცე. და წლებს შეგეცვალა ალბათ, ხო, საერთო ხალხს გაზრდი და კი, როგორ ძალიან მნიშვნელობა აქვს ყველა ფლანგსთან. იქ მუსიკალურსაც, იმასაც, ამასაც ხო, სავარაუდოდ. და შენით ანუ აი მუსიკა როდის დაიწყე, რას გულისხმობ, იცი? აი სიმღერების წერა და კომპიუტერში, ალბათ ნუ კომპიუტერში აკეთებ მუსიკას, ხო? აი ეგ როგორ მოვიდა? ეგ მოვიდა, ანუ აი როგორ თქვა. კიდე რაღაცა აი წინა პრეისტორიები აქვს რა, სანამ აქამდე მივედი, იმიტომ რომ თუ საინტერესოა მოყევი. ძალიან საინტერესოა. მაშინ მოყევი. მოდი კიდე ერთხელ მოგილოცავთ მე მანამდე შობას დაგაწევთ. გაგვიმარჯოს. მე გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. სადღეგრძელოსთან ერთად მე შე რომ მოგისმინე პირველად სანამ გავაგრძელებთ გამოვშტერდი როგორც შენ გამოვშტერდი მაშინ კონცერტზე ეგ დამემართა როდის იყო 3 წლის წინ არ გამომასმენინა მე მგონი ნუ ყაბაჩაო მივარდა აი ეგ საუნდი დღევანდელ რეალობაში და თან მაგ იმითი რა ქვია შინაარსით ხო და ჩემს რა იყო ეს ძალიან მაგარი არ ვიცი ნახე თუ არა ეგ გადაცემა შენი კონცერტის მერე ჩაწერა რო ქონდა ვიბაზრე რაღაც კონცერტზე ვიყავით თქო და გოგო პოპს ღეროდა მაგრამ ჩემთვის იმინა პანკი იყო თქო და მე სადღაც შემხდა რილსი რომ შენ ლაპარაკობ ზუსტად იგივე შენ მუსიკაზე დიაჩიტი ხო და კიდე ძალიან მაგარი რაღაცა გუშინ ველაპარაკებოდი ადამიანს რა ვის წერთო ხვალო რა და მეთქი ნიქსნოის თქო და იცი თქო და კიო ვიციო და საიდან იცი თქო და თქვენი გადაცემიდანო ანუ ხარ არ ვერ მომისმინა ესე მადლობა მოწვევისთვის ძალიან გამიხარდა რიგით მადლობა რომ მოხვედით ხო და იცი რა სანამ გაწყვეტინებთ ბარემ რამე არის ისეთი არტისტი რაზეც წახვიდოდი ოღონდ აი შენ კონცერტი რო ქონდეს დაგეგმილი მაგ დღეს და რო გამაზო შენი კონცერტი და წახვიდე იმის კონცერტზე თან მაგითი გაგიცნობთ უფრო კი არის არტისტი მართლა ანუ კონცერტი გაგეგმილი და მაზავ შენ კონცერტს ანუ გაყიდული ბილეთებით არის სრულად ყველას ძალიან დიდ ბოდიშს მოუხდიდი დაუბრუნებდი თან ხას და ვინ არის კარდიბიზე მართლა იცახი აღარ მართლა აუ მოულოდნელი პასუხი ვიცი რომ მაგრამ აი ლაივებს არ უყურებ ხოლმე რა კონცერტის ლაივებს და ბოლოს მაგის ლაივს უყურე საუდი არაბეთში რო ქონდა რა პერფორმანსი აი ძალიან მომწონს რაღაც ახალი ფემინისტური ის არის რა მიდგომა რა პატრიარქალურ სამყაროში და კაპიტალისტურში და სიმართლეს იძახის იმ მხრივ რომ გულწრფელი არის რა მოდი ხა სანამ ისევ შევალთ შენ მუსიკალურ ნაწილში ეგ მაინტერესებს ეგ ფემინისტური მხარე გერმანიაში როგორი არის არტისტთან ანუ როგორ აღიქმება ქალი არტისტი იმიტომ თუ სამილაპარაკაროთ გადახდებშიო დღემდე კაცს უფრო მეტი უწევს ვიდრე ქალს
თქვა, თან უფრო ფასდებაო, კაცი უფრო მაღალ რა ქვია, მანაზღაურებადი არის ვიდრე ქალი არტისტი. რა ვიცი. და შენ რეალურად ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ერთნაირი პოპულარობის ადამიანი კონდეს მნიშვნელობა კაცია თუ ხარ. ხდება. ბიჭო, იცი რა არის, შეიძლება არ ვიცი რა, ეხლა თავს ვერ დავძებ. პროსტა ჩემი გადმოსახელი და ეგ წარმოუდგენელია. იცი რა, ჩვენთან მაინც და მაინც ეგეთი სეგრეგაცია არ არის ქალის და კაცის რა და იქ რა ვიცი, უშასგან ეხლა პირველად გავიგე ეს და გამიკვირდა, მაგრამ ეხლა იცის ხო, ფაქტია. და გაუვლია ეგ. არ ვიცი. შე როგორ არის, სტატისტიკურად არის რა, მაგრამ ეხლა შეიძლება მე არ მქონია იმის განცდა, რომ აი მე ვიჩაგრები. სცენაზე თქვათ თუ მეორე ეფემერი კაცი არის, მე ნაკლებს მიხდიდნენ, ანუ ეგეთი რაღაც არ მქონია რა. მაგრამ სტატისტიკურად არის კი. მაგრამ არიან ქალი მომღერლებიც ის მათ უფრო მეტი შემოსავალი, ანუ გააჩნია რა. ანუ ნახე არტისტების შეფასება, შედარება ძალიან რთულია. ვერ იტყვი ვინ დგას ერთ საფეხურზე ხა რა. ხო რა ვიცი, კარდიბი ჩემზე მეც ხო იღებს რა ვიცი, მაგრამ ნუ სხვადასხვაგან ვართ ხო? ანუ ერთი დონის პოპულარობის და თქვათ. ხო, მაგრამ რას ნიშნავს ერთი დონის პოპულარობა? შეჩემა ეგ ითვლება ჩაულებრივად სტატისტიკურად, ვის რამდენი მსმენელი ყავს და იმის გამოყვანა რამდენად კომერციულად გამართლებული არის და კაციც იგივე შეიძლება სტატისტიკით ისქნა, რა ქვია, აწონდაწონო და მე იმას მეტი გადაუხადო, მაგრამ რავი, ხო ითვლება. დანარჩენ ნაწილში როგორი დამოკიდებულება არის იქ? ესე, ან დანარჩენად იცი რა არის? ვიდრე ჩვენ რეალობაში, ხო? მე არ მაქვს რაღაც მოლოდინი ზოგადად, რომ გინათ თუ არა რაღაც ჩემი მიმართ სხვა აი რაღაც სპეციალური განწყობა უნდა კონდეს რა, თუნდაც მსმენელს ან ბუკერს ან მნიშვნელობა რა, აი ჩემს თავარი არის რომ სადაც არ უნდა დაუკრა, მე ვიყო ჩემ თავთან გულწრფელი და არ მოვიტყუო ის ანუ არ ვიმღერო ისე რომ აღარ მანიჭებს ეს სიამოვნებას რა. ერთადერთი რასაც მოვითხოვ არის რომ დამაფასო როგორც ქალი ასევე დედა, ასევე რავი უცხოელი, რავი ჩემი მიგრანტული გაჭირვებებით თუნდაც რა, ან რაღაც დანაკლისი და ეს დაფასება აი ძალიან მარტივია ხოლმე რა, ეხლა ყოველდღიურობაში ყველას ფული ჭირდება და ეხლა მე თუ ისე იძულებული ვარ რომ წავიდე და იძულებული არ ვარ, შემიძლია უარი ვთქვა, მაგრამ არ მინდა ჩემს საქმის მიმართ რაღაც აი ასეგებია ხო? გადაჭრით თქვა რომ არ დავუკრავ, იმიტომ რომ ისინი არ მიხდიან ასე როზე მეც რა. და მაინც რაღაც ის ბოლო პერიოდში გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ აი ერთ-ერთი ლაივი ძალიან არ გამისწორდა რა. აი რა, ხო რა და აი ვერ მივხვდი რაღაცა იმის შეგრძნება გამიჩნდა, რომ ანუ არანაირი უარყოფითად არ მინდა ეხა ეს პროსტიტუცია რომ გამოვიტანო ესაზღვრად, მაგრამ აი როცა შენ გრძნობებს მოხმარებულად იგრძენი, გამოყენებულად ხო? შიშულდები რა საზოგადოების წინ და ლაპარაკობ შენ გრძნობებზე რა. რაც მართლა როგორ წამოვიღე ისი, აი ძალიან რთული არის ჩემთვის პირდაპირობა რა და პირდაპირ უთხრა ადამიანს რაც ფიქრობ და მაგას ძალიან დიდი ხანი დამჭირდა რომ აქამდე მივსულიყავ რომ ეს რაღაცა ფორმა მეპოვა ამ პირდაპირობისთვის რა და ტექსტის სახით, ლირიკის სახით გამოვიყენე ეგ პლატფორმა და ჩავსვირა ჩემი ფიქრები რაღაც პირდაპირ ზედაპირზე რა და ამას რო აწუდი და ანუ არაფერი არ მოდის რა უკან, აი როცა ვერ იღებ რა კომპენსაციას ანუ ხალხისგან ხო მაგრამ მან რა შუაშია კაცი ხარ თუ ხალი მილიონჯერ მქონია ეგეთი კონცერტი აი კაცი და ხალხისება ჩემთან არ არის რა ანუ მე ვცილობ რომ არა ხო ამან რო წამოიწყო მეთქი მან თხარ ისე ამე არ ვაყენებ რა მაგას მე პირიქით მაგის ზევით გავა რა ანუ არ მინდა ხოლმე რაღაცნაირად ანუ კაცები იყვნენ ჩემი მტრები რა. ზოგადად დეპანტმა ეგენა ხო შეცვალა, ვირჯინ დეპანტი ხო არის ეგეთი თან უფრო ახალი ფემინისტური რაც ანუ ხედვა სადღაცას რა დამოკიდებულება კაცის დამოკიდებულებაშიც ქალის მიმართაც იმისის თავის რამდენად დაჩაგრული არის თუ არ არის იმ ხო და ეგ არის რა რეალობა რომ დაჩაგრულები ვართ, მაგრამ ანუ ამას თუ მაგრამ თუ ჩათვლი რომ დაჩაგრული ხარ დარჩები ეგრე. სუ და ანუ შენ იმის ანუ იერარქიულად შენ თავს ისევ დაბლა აყენებ რა, ვერასდროს ვერ გაცდები რა იმ პირამიდის არქო ვერა 100%-ით. შენ
შენი ცხოვრება არის შენი, ანუ შენ რასაც წარმოიდგენ შენ თავზე ეგ არის რა. არა, იმის გარდაც გარემო დამოკიდებულებებიც არის, მაგრამ შენ სად დარჩები იმ დამოკიდებულების, ანუ შენ რამდენად მაგას გადახარშავ რა და რამდენად არ დარჩები მსხვერპლის როლში, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი ხარ. ხო, ანუ ყველა ვიცით, რომ ყველა საკუთარი თავის მსხვერპლია პირველ რიგში, ხო? ანუ აი, მანდაც მინდოდა, აი, კარგად გადავა მგონი თემატურად. რა თქმა უნდა, აი, სხვის აზრს რო ითვალისწინებ, პირველ რიგში მშობლის აზრს და რა თქმა უნდა, იმიტომ ითვალისწინებ, რომ მშობელს კარგი უნდა შენთვის. და გონია, რომ ყველას კარგი უნდა შენთვის რა. მაგრამ მშობელს ისეც ვერ წარმოვიდგენია, რომ შენი წარმოსახვითი მე, ანუ მასზე უკეთესი ვერსიაა რა. და ის უნდა მიიღოს, როგორიც შენ გონია რა, ანუ კი. როგორადაც შენ წარმოვიდგენია შენი თავი, ის ყველაზე უკეთესი არის საბოლოოდ რა. და აი რაღაც აი დაკიდების სათუთი პრაქტიკები, აი ეგ გამოვიმუშავე, რომ აი კი, შენ აზრს ვცემ პატივს, მაგრამ დაკიდების ნატიფი ხელოვნება. ნატიფი მშობლებს ახასიათებთ გადამრჩენლობა, მოძალადეობა საერთოდ რა, იყო ძალადობა არის, როცა რაღაცას გატენ. კარპმანის იმაში. კარპმანის სამკუთხედი, ხო, ნუ ეგ ყველა ურთიერთობა ეგ არის რა. იცი კარპმანის სამკუთხედი? არა. კარპმანის სამკუთხედი არის მსხვერპლი, მოძალადე, გადამრჩენელი. ყველანი ვართ სამივე ურთიერთობაში რა. ხვდები? და მთელი პონტი არის რომ მაქიდან გამოხვიდე. ანუ აი სუ დაკვირვებაში ვიყო რომ მსხვერპლი გადამშენელი ან მოძალადე ხო არ ვარ ხა აქ. კი, და რეალურად სუ მაგონკებში ხარ. სუ მაგონკაში, ანუ ეგ არის ყველაზე ცუდი ადგილი, სადაც შეიძლება იყო რა. და მე მგონი მაგის ანუ გამოსვლის შანსი არის შემოქმედებითი პროცესი, ხო? რომ საერთოდ ანუ ამ სამივე ფაქტორს დაიკიდებ და ანუ გახვალ რა. კი, ზუსტად. თუნდაც მენტალურად გახვალ სხვაგან. კი, და იმას იტყვი, რასაც გრძნობ. და ესე შეიძლება თქვათ, თუ შეგემონება არ შეიძლება ვშუტურებ, მაგრამ თუ ჩარჩი მსხვერპლის როლში თქო, შეიძლება მთელი ცხოვრება დარჩე მსხვერპლად რა, ანუ ვერ გამოხვიდე მაქიდან. ეგ ხო ის არის რაღაც. შეიძლება სამივე იყო ერთდროულად. არა, ზოგადად ვიძახი, როცა ვიღაცა ჩაგაჭერს და დაგჩაგრავს და მსხვერპლი ხარ, შეიძლება ჩარჩე მაგაში გაატარო მთელი ცხოვრება და როგორც კი შენ თავს სადღაცას შენი თავის აღქმას და სწორ ადგილს მოძებნი, თუნდაც ამ შემთხვევაში მუსიკაში რა, მე იქიდან ყველაფერს შვები. იმ დასამარხ ტიპსაც მარხავ. იმას ანუ ყველაფერს აკეთებ. ანუ რეალურად არ იყინები და აგრძელებ ცხოვრებას, შენთვისაც კარგს აკეთებ ერთი და რეალურად სამყაროსაც მაგითი უხსნი მაგ ყველაფერს რა გაიარე და ვინ როგორ რა სიმსახურებს. ხო და ხო არ გადაუხვიეთ ძალიან შენი ისტორიიდან. ისე მუსიკაში. არა, ძალიან კარგად მოძრავთ. ანუ ეგ ყველაფერი მაინც ნაწილია რა. ზუსტად. თუ რამე ხერხი მაქვს. დავაი. ჩემთვის საინტერესო არის, საერთოდ მე მიყვარს შეშლები და სისულელეები. კითხო გავიგე, მაგრამ ხანდახან არის, ანუ რაღაცა კორექცია, ანუ რაღაცა პოლიტკორექტულობას უარღვევთ, იმას უარღვევთ და მე ეგეთ რაღაცებს ჭიქდება. ეგ უნდა დაირღვეს რა პოდკასტი. აი, მართალია. მესმის, მაგრამ ანუ ეგეთი რაღაცები გასაფილტრი არის რა. ან მე თუ სადღაც რაღაცაში კარჩი ისეთში გადავედი, რაც ვიღაცის გზნობებს შეურაცხყოფს, მოსეჭრელია ხოლმე. არ არის ეს რა ქვია. არა ვიღაცას თუ ათრიგერებ ხა ხო მაგრამ მაგას ვერ განსაზღვრავ რა ამიტომ ეხლა რამდენი ადამიანი გიყურებს ეხლა მე შეიძლება ვიღაც ვათრიგერებდე ხო უბრალოდ ჩემი არსებობით გუშინ ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა რომ შენო ძალიან ფუსი ვეშები გაქვს რა და მე დავფიქრდი აი ეგეთი გოგო იყო მაგრამ ეს ქვია ფუსის რატო იყენებ ნეგატიურ კონტექსტში და მე ჩვენება რომ ხალხი არის გამოჭერაზე ბიჭო დღევანდელ რეალობაში სანამ სიტყვებზე გამოჭერაზე რა იცი რა მე ჩემ ცხოვრებაში სადღაც და მეგობრებთანაც ვისთანაც ვცხოვრობ მე ანუ არ უზომავ მაგ კორექტულობას რა განძრახვა ამიტომ მაგ გამოჭერებით ესე თუ ვიქენით მე ძალიან ფრთხილი გავხდი იმიტომ რომ სადღაც ვიღაცებს ეხებათ და მაგიტომ თორე ეხა გარშემო ეხა ესე ჩვენ რო ვზივართ სამი სულ შეეხება ხო და ნუ კი ყოველთვის აი ყოველთვის შეეხება თუმცა ანუ რა ვიცი ეხა ვიღაც ადამიანი რო გთხოვს რა აი მე სქესი არ მაქვს და ნუ მომართავ რა რაღაც პრონომი როგორ არის ხო ანუ გერმანულ ენაში ახლა წინაზე დიასი საქართველოში არ არის პრონაუნსი ხო პრონაუნსი არ გვაქვს რა ანუ ენა გვაქვს აი ყველაზე თანასწორი რაც კი არსებობს არც დიდი ასოები არ გვაქვს არც პატარა ანუ
წერა კი, ზუსტად არის მაგის მანიშნებელია, ხო. ხო, და მეც რა თქმა უნდა გამიჭირა დღემდე მიჭირს რა. რა აი, როცა წინადებაში მოყავს ან იმ ადამიანზე ლაპარაკობ, ამ პრონაუნსს აბრუნებ რა. ბრუნვაში არის და ამ პრონაუნსს მაგრად მის სახელი უნდა ჩასვა რა და აი ძალიან მიჭირს. კი, იქ ბევრად რთულად არის ხო, იმიტომ რომ იქ რაღაცა ბევრად მეც ექცევა ყურადღება. ჩვენთანაც ხო რამდენი წელი უკვე დაიწყო, ანუ ეგ სენსიტიური გახდა ეგეთი რაღაცეები რა და გინდა არ გინდა მაინც მე სადღაც როცა საზოგადოდ ვარ, ვცდილობ ხოლმე რომ მოვზო. მე ვირებში მაქვს ურთიერთობა, არავინ არ არის სენსიტიური საერთოდ. მე ეგ არის მგონი ძალიან დიდი თავისუფლება უფრო რა. ანუ როცა აი რაც კი დაგებადება თავში, იმას იტყვი რა და აღარ დაიწყებ იმაზე ფიქრს. აი გამიზნულად არ ვნებ ხა ადამიანს რა. ხო, ანუ ამ ზიანი არ უნდა მიაყენო ხა, არ უნდა. თორე ჩემ თავში იმდენი იდიოტობა მოდის, რომ რა ვიცი ხა. ხო, და როცა ეს ხდება რაღაც იმის დონეზე ინსტინქტურად რა. ეს არ შეიძლება რაღაც წყენად მიიღო, იმიტომ რომ ნუ გავიგე, მაგრამ ნუ გარემო არ არის. თუ იცი ადამიანის განძრახვა, რომ არ უნდა შენთვის ცუდი, ეგ უკვე არის გამოკიდება და ჩასაფრება. ხო და არ არის ჯერ გარემო ეგრე დარეგულირებული ადამიანების ცნობიერება, რომ არ მინდა მე ესეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ჩასაფრებულია, იმიტომ რომ პროსტა გამომიჭიროს და რაღაცა გამომიყვანოს იდიოტად. ნუ დღეს ეხლა ცოტათი უფრო მოეშვა ეგ, მაგრამ 2-3 წლის წინ ძალიან ის იყო რა. რატომ იყო საქართველო იცით? აი რაღაც აი ყველაფერს კარგად ფუთავთ ხოლმე იუმორში რა. და აი ეს პოლიტკორექტულობაც უკვე ისეთ დონეზე მივიდა გერმანიაში რომ ვეღარ ანუ ლაპარაკის ვერაფერზე და ხო ფლოუში აღარ გაქვს რა იმის ანუ რაღაც იუმორისტული ნიუანსების ჩასმის საშუალება რა. იმიტომ რომ ყველაფერი არის გაწონასწორებული, გათვლილი წინასწარ, აი ძალიან დამთრგუნველია ჩემთვის ეგენა რა. ან ესეთ ზედმიწევნით პოლიტკორექტულ გარემოში ყოფნა, იმიტომ რომ ჩემთვისაც ანუ თავისუფლება მან იზღუდება ჩემი ის რაც მინდა ის რომ გამოვხატო და როგორც სოციალიზირ შეიძლება არ იყოს რა ეს ძალიან კარგი სოციალიზაცია. თან რეალურად გამაღიზიანებელი არის ხოლმე ვისაც ან რაღაცა ისეთი დამოკიდებულებით ვინც აკეთებს მაგას ამ დამამცირებელ დამოკიდებულებით რო იძახის თქვათ რომ ეს რაღაცა პიზდეცი ამის დედა ამ დამოკიდებულებას რასაც დებს სიტყვაში ეგ არის გამაღიზიანებელი და არა ის რომ მე ჩემი იუმორის სექსზეა და ზოგადად მაგაზე აწყობილი ხო ვაფშე ცხოვრებაში. და ეხლა მე თუ მიკონტროლე, მე ჩემი იუმორი გააქრე მაგით. რეალურად. მაგრამ სადღაც ხა გააჩნია ხოლმე მასშტაბს ადამიანების რა იმაში ურთიერთობ, რა მასშტაბ, ანუ მოკლედ ესე წრეში არ ვზოგავ არაფერს და არ ვზომავ. ვერ ხვდები ვაფშე რაზე ლაპარაკობ. ნუ რა ვიცი, შენ არ დადიხარ არსად ეხლა და გარშემო არიან აი მართლა არ ჩერდიო, მაგრამ ყველაფერზე შეიძლება ჩაგაჭირონ. აი პიზდეც რო იძახი რომ რაპონში და სექსისტურია და არ მოსულა და ეხლა საქართველოში არის რუსული ჟარგონები თუნდაც აი რაღაც შეიძლება წამომწდეს და იგივე. ანუ მარტო ფემინისტური დამოკიდებულებაში არ ვიძახი, ზოგადად ყველაფერზე დაიწყეს, აი მინე მონადირეები გახდნენ ტიპები. მაგადედა შევეცი. ხო და მე პროტესტი მიჩნდება რა შინაგანაც, რა პროტესტი მიჩნდება იმის, რომ აი ხა სპეციალურად ვიტყვი მაგას რა. იმიტომ რომ გავაღიზიანო ეს რაპონტი, ანუ ვიქნებ მეც მაგ ჩემი საიდან წამოგიყვანე გახსოვს? გერმანიაში შეხვედი სასწავლებელში და ჩავაბარე და აი მანდ გამეხსნა. მანდ გამეხსნა რაღაც აი ხო მომავლის ხედვა ზუსტად. და რა დავინახეთ? და დავინახეთ ნამდვილი მე. ჯერ კიდევ არ დავინახე, ჯერ კიდევ პროცესის პროცესში ვარ, მაგრამ ანუ რაც დავინახე ის იმით ძალიან აღრთოვანებული დავჭი, რომ მეთქი ეგ არის უკვე, ანუ ისმის. ხო, ჩემ თავს კი არ ვაკეთებ, უბრალოდ აი რაღაცნაირი hate დამოკიდებულება რომ აღარ გაქვს შენთვის მიერ და მართლა შენი ცხოვრების სურვილებს რო ისრულებ რაღაც მომენტში და ამისთვის შენ დროს გამოყოფ რა. იმიტომ რომ იქამდე აი ყოველთვის არა პრიორიტეტული იყო ხოლმე, იმიტომ რომ სულ სხვა რაღაცა ჯაბნიდა ჩემ სურვილებს და მიზნებს და ოცნებებს რა, ესე ვთქვათ, მაგრამ სულ რაღაც იმის სხვის რუნვაში ვიყავი, ვიზის გაგრძელებაში, ბავშვის აღზრდაში, ანუ სხვა პასუხისმგებლობები იმდენად მაღალ
სფეროებში ქონდა რა. მესმის. რა შენ თავი ზუსტად მსხვერპლის როლში იჩნდებოდი რა. და ხელოვნების უნივერსიტეტმა იმ ხრივ გამიხსნა გზა, რომ რა თქმა უნდა, ეს თავისუფალი მიდგომა ხელოვნების მიმართ ყველაფერს მოიცავს რა. თუ გინდა იყავ ერთი წელი, ან დიპლომი სხვადასხვანაირი არსებობს, დიპლომი სხვადასხვანაირი დაიცავ, შეგიძლია ერთი წელი წახვიდე მონასტერში იყო და სიჩუმე დაიცვა. ანუ არ დაარღვიო და ეგ იყო შენ დიპლომი რა. კი, ზუსტად. და აი ამ თავისუფლების განცდა მომცა რაღაც სოციალური სტანდარტებიდან უნდა გახვიდე. მოდი რა, აიღე რაღაც ლეპტოპი რაღაც აი დიაცით ვილაპარაკე, მაგრამ არა უშავს აქაც ვიტყვი, ანუ ბავშვის კიბორდი მაქვს რა. არა მართლა ძირს ვიპოვე ქუჩაში ეგ და ბერლინში წამოვიღე და ამ Ableton-ში რომ დავიწყე მუშაობა, დავიბენი ამ დენი საუნდით და ზოგადად არ ვიცი, აი კარგი ყურსასმენებიც გჭირდება, კარგი ბოქსები, ანუ კაი დინამიკები გინდა, რომ ეს საუნდიც რაღაცნაირად მოვიდეს შენამდე რა, ვიბრაციის სახით. და აი ამ სინთეზატორს დავაწექი და უცბად ეს ბავშვობის ემოციები გამიღვივა რა. აი ბოლნიში რომ მართლა არის ბაყაყებს რო ვეთამაშებოდით. ეგ ჩემთვის არის ბოდიში რომ გაწყვეტინებ, მაგრამ აი შენ საუნდში ეგ მომწონს ყველაზე ზანტ, რომ ჩემთვის ყველაზე ახლოს არის აი საბავშვო, აი კასიო, სულ რამოდენიმე მაქვს სახში და ჩემ მუსიკაში ძალიან ბევრს ვიყენებ საბავშვო კიბორდების ხმებს რა. და ძალიან მომწონს ეგ ესთეტიკას. ისედაც ვოკალის ვაიბიც სასწაულიანი მართლა. აუ და ჩემთვის ყველა საყვარლობა იცი რა იყო დედა შენის ტექსტებზე რო იყო რამოდენიმე სიმღერა. თან დედა პირველად იყო ჩემ ლაივზე მოსული მაშინ. ხო, ჩემთვისაც ძალიან საყვარლობა იქ. იმიტომ რაღაც აი ხელახლა შევძინე მეორე ცხოვრება რა ამ ლექსებს სიმღერის ხო ფორმატით. მე მგონია შენი მუსიკა შეიძლება მოусმინოს ყველამ აბსოლუტურად. იმ დღეს მძღოლებს რო უტრაკებდით რომ რაღაც AI მუსიკას რო უსმენენ, მანქანაში თავისუფლად შეუძლიათ შენი მუსიკა მოусმინონ დიდი სიამოვნებით. აი იმათვისაც არის, ამათვის, ანუ ყველა კატეგორიის ადამიანს, თუ მსოფლმხედველობის ადამიანისთვის ძალიან, იმიტომ რომ ბუნებრივი არის. ტაქსში რო ვზივარ ხოლმე, თუ თქვა გაჩნდა რა საუბრის მომენტი, ყოველთვის ვამბობ რომ მუსიკოსი ვარ და მუსიკას ვარ და რეკლამას ვუგებდებ შემთავს, იმით რომ ტაქსში თუ გავუშვებთ ძალიან ჯიგრები იქნები და ანუ ეს ასმეინებს ხლებსაც ხო? მე სულმალავ რომ მუსიკოსი ვარ. ვინმე თუ მეკითხა, იმიტომ რომ ტაქსისტი არ მოусმინოს. ხო და აი ზუსტად მაგიტო. ხო ხტები აი უცხო სიტუაციაში რომ მოხდარ და ვინმე თქვა ეს მუსიკოსი, აბა რამე ჩაგვირთე და როთავ და აი ზუსტად რო ხდები რომ საერთოდ არ არის მაგის გარემო და ერთი წამი რო ერთი სული რო გაქვს რომ მორჩეს ახლა ეს სიმღერა რა. ამან რა არიცი, ციხეში იყო ჩემთან შემოსული რა, რაღაც ლაივი იყო და დაუკრა ტრეკი. ციხეში ქონდათ კონცერტი? ჩემთან იყვნენ მოსულები და გეი სვიმერი აქ ტრეკი და დაუკრა. ძალიან ეს რაღაცასთავი გავიდა. რაღაცასთავი გავიდა. ამ ცუდ სიტყვებს დავპიპა? არა კაცო. თუ გინდა დავპიპა. შენ მაგრამ არ პიპა. მაშინ ხმაღლა ვიტყვი, იმიტომ რომ ეს წერან თქვი რა. შეჩემა პირიქ. არა თქო პირიქ. აუ ესეც დავტო. იცი რა, სულ თავიდან ჩვენ თვითონ რო დავიწყეთ სულ დასაწყისში, ანუ რაღაცა მე ვიჯმევინებოდი ძალიან ბევრს. ანუ აი ხო, არ არის საერთოდ. პროსტად მე თვითონ მე ხამუშა. და ესე არა ეხა ესე მართლა მოაქვს და სჭირდება ბაზარს. კი, თორე მე ხა მართლა გეუბნები სულ ყლემოტელს ვიწევ. სულ და ეხა მერჩევნია ქართულად ვიგინე ვიდრე გერმანულად და ინგლისურად და ეგ თემა. არა, ზოგადად არც მინდა გინე. გამოყარე როგორც მოგივა ისე რა ბუნებრივად როგორც არა, არის საჭირო. სხვა სიტყვებიც შეიძლება. კაი და ის დაიწყელებდი ის არა, გაგაწყვეტინე რა, უბრალოდ კომპლიმენტი გაიკეთე რომ აი სათამაშო, აი დეცლექსები ხომ არა, აი სათამაშო იმითი დაიწყე რა, აი ეგ მაინტერესებს როგორ მიხვედი მაგამდე აი შენ დღევანდელ საუნდამდე როგორ მოხვედი რა. ან ძალიან მელომანი ვარ, მე ვუსმენ რა მუსიკას და მე მიყვარს ძალიან ზოგადად სხვა ინტერპრეტატორების მიერ შექმნილი სიმღერები და მოვიდა იქიდან რომ ჯერ ვინც მომწონს და ვისაც უსმენ ხოლმე და ვინც ჩემთან ახლოს არის, აი თუნდაც ავიღოთ სოკო რა, თუ იცით ეს მომღერალი. მე არ ვიცი. ხო, აი მას აქვს რაღაც ეგეთ ვაიბში გაკეთებული სიმღერები და
კიდე სხვადასხვა მოლი ნილსონი, ან თუნდაც მეკ დემარკო, ან სხვა მესმის კი ხო. მუსიკოსებიც ანუ იქონიეს გავლენა ჩემზე რა, დიდი. და ეს გრძნობა გამოიწვია, რაც არის ნოსტალგიური, რაც არის რაღაც ბავშვური, ინფანტილური ხა. კი. და ასევე რაღაც dream pops ვეძახი რა ჩემი. კი. dream აი დავახასიათებდი dream bedroom lo-fi pop. კი, ეგ არის. კი. და ვიღაცები, ანუ საზოგადოება დავპატიჟეს ჩემ ძალიან private სივრცეში რა. როგორიც არის, მაგრამ ჩემი საძინებელი. და ეს აი ამ აიბების მიწოდება მინდოდა. კი, ხო არის ეგ ნიშნები, სულ იქ მუხუდოს ლაივში ივარცხნიდით მას. დავარცხნით. წამოღებული. ეს ავარცხელი იქნებდეს ყველაფერი. ძალიან საყვარელი ლაივი იყო, ძალიან მაშინ მუხუდოს იმაში პატარა რა. ზის და წამოღებული აქვს თავის სახლის ნივთები რაღაც და იქ ეგ ეხა ძალიან მაგარი იქნებოდა რომ რასაც ამბობ რომ საძინებლის დოლში ჩავახედო. ეგეთი ლაივი რო იყოს რა. აუ ძალიან მინდა. რო აი შენი საძინებული იყოს დადგმული და ხან ლოგინზე ზიხარ ხან კომპიუტერთან ხან ისა და თან რა. აი ძალიან ბევრი იდეა მაქვს, ძალიან ბევრი წარმოდგენა, ეს რა როგორ შეიძლება სცენოგრაფია თუნდაც როგორ შეიძლება დაიდგას რა. მაგრამ ამას სჭირდება. ნუ აღსრულება რა ფინანსურიც ისეთიც ასეთი მაგამდე რა. და სუმარტო დავდივარ, ანუ ყოველთვის მარტო ვარ. გზაშიც. ხო, მაგრამ რაღაცაში კაია ეგ, რა. უფრო მარტივად იბუკები მაგალითად, კონცერტები მარტივად. აბა ერთი ჩვენ ვართ უკვე 10 კაცი იმისთვის, ანუ ბენჩი კი ვართ 4, მაგრამ მოყვება კიდე ფეხბურთის გუნდი იმისთვის, რომ გამართოს ჩვენი კონცერტი. და ვიღაცას არცალია, ვიღაცა უნდა მოხოდო, იქა და. ხო, მაგრამ შენ შემთხვევაში ერთადერთი თქვა, აი ხა რასაც იძახი დეკორაციის აწყობის ამბავი არის, ერთჯერადად და просто ვიღაცა მაგაში უნდა ჩაგიდოს ფული და ეგ გააქვს მე ეგ დეკორაცია და სადაც მიდიხარ რაღაც პატარა ცვლილებებით აკეთებ იგივე სივრცეში. ხო, ანუ ეგ გარემო გჭირდება, იმიტომ რომ ეგ რაღაცა იმ განცდას ზუსტად ასახავს თუ რაც არის რა. ხო და ამ შენ სინთებს საბავშვო კასიო გაქვს თუ რა გაქვს? კასიო არ არის, იამაჰა. იამაჰა, ხო. ეს 190 SS. ხო, ვიცი SS იამაჰა. კი. ვაი, ესეთია და ხო. ხო, ეს ეგეთი არის, ამას აქვს ერთი მაგარი თვისება, რომ 190 ხო. ეს უბრალოდ არ მაქვს ბატარეები, ძალიან თან სემპლერი არის ეს. და ძალიან მაგარი რაღაცაა და ამას ძალიან ხშირად ვიყენებ რა და რა მაინტერესებს ამას მე იწერ Ableton-ში, ხო? ინტერფეისით. და რა არის იცი მაგარი? ეხლა ცოტა მუსიკოსური რაღაცა რომ მე მიყვარს. რომ არ არის დაკვანტაიზებული. ხო. არზის გრიდზე, ანუ დაკრულია პირდაპირ რა, იმიტომ რომ კომპიუტერში ამას რო აკეთებ, მე კვანტაიზს აძლევ და ყველაფერი ზის თავის ადგილას. და მე velocity-ს აძლევ რა კიდე. და ეს შენი ცოტა დაცურავს რა და აი ეს groove-ი ეჩითება რა. ეგ დავტოვე სპეციალურად. ანუ ეგ არის რა ეს ადამიანური ნიშნები, რაც განსაზღვრავს ამ ემოციურ, რაც ქმნის ამ ემოციურ ფონს რა შეიძლება. ანუ ყველაფერი რო ესე დატაქტულია და რიტმში ჩამჯდარი, მე სპეციალურად მიდიც რომ მუშაობ, მიდი კიბორდით, ოდნავ ცვაი მე რა იმას აცდენებს ვაკეთებ რა, ოდნავ არის გამაქვს ცოტა გვერდზე, ოღონდ ყველანოც, აი მექანიკურად, ესე ავტომატურად არ ვაკეთებ, აი თითო ბგერას ესე ვწევ, სხვადასხვა. ხო და მაგ უნებრიობას ეგეც ხო, იძლევა იქ პატარა დარღვევები. რა თქმა უნდა, ეგ არის შეცდომა არის ყველაზე მთავარი რა. აი საერთოდ დრამერები რითი ფასდებიან, იცი? ტექნიკა აღარ არის ფაქტორი. ხვდები ყველა შეუულია რომ სწრაფად დაუკრას რა. ესეთი ლეგენდარული დრამერები ფასდებიან თავისი გრუვით. ოდნავ აგვიანებს თუ ასწრებს, აი ოდნავ დაცურავს, ხვდები? ეხლა რაღაც ვიდეო ნახე, ტიპმა გააკეთა, აიღო ისა ჯონ ბონემის დრამი ამოიღო Led Zeppelin-ის და როგორ უკრავს და აი და მიწ და მე ადგა და ეს დააკვანტაიზა რა. და საშინელება რა, ანუ ვაფშე არანაირი აღარ გაჟრიალებს რა. ხო რა. სული დაკარგა ეგრევე რა. თორე ის ხო ცოტა ოდნავასტრებს ცოტა აგვიანებს და ყმა იქით ერთი აქით რა. ხო და ეგ არის თელი მუსიკა რა. კი და რიტმსაც აი თვითონ ხო აქვს მოცემული რიტმები რა, ეს კიბორდებს და აი ამ რიტმების ფონზე თავიდან დავიწყე, უბრალოდ დაკვრა რა, რაღაცა სიმღერებს აწყობა.
shuffle, რაღაც swing და სხვა რითმები არა, კიდე და ამ რითმებს ვიწერდი კომპიუტერში და მე კიდევ შლიდი და ცალკე, ანუ აუდიო ფაილები არის რა, მიდი არ არის. აქედან რასაც ზე ყველაფერი აუდიო. და ამ ვიბრაციებით ხვდები სად არის რა, მაღალი ბგერა, სად არის დაბალი და სად შეიძლება გაწყვიტო, გაჭრა და მოაშორო და აი ამ რაღაცებში აი სანამდე გავერკვიე Ableton-ში თუ რა როგორ ხდება და ეს მოკლე კლავიატურაზე რაღაც ძალიან სწრაფად რომ მუშაობ ეგ. სწრაფად მუშაობას ამ დავუღე 2 წელი გავიდა. ანუ ეხლა შემიძლია რომ დავუჩნდე 8 საათი ესე ვიყო რა. რაღაცები თან უსმინო, თან კაი ბოქსები ვიყიდე და ანუ იმდენად ჩაფლული ვარ ხოლმე მუსიკის კეთებაში, რომ ჭამაც მოვიწყდება, დალევაც მოვიწყდება, ანუ ყველაფერი მოვიწყდება. ესე ჩვენ მუსიკოსებიც გვიყურავენ და რეები გაქვს, დინამიკები. აი ტექნიკური რაღაცები აინტერესებს. აი რამდენსაც გაწვდა ჩემი სახსრები, ანუ Yamaha-ს აუ რა თეთრი კოუნები რო აქვს. რა ქვია მეც და ეს 5 ბრენდების ის არ მაქვს რა მიმართ. კი, რესერჩს ვაკეთებ, სანამ რამეს ვიყიდი, მაგრამ აი დიდად არ მაინტერესებს რა. მინდა რომ კაი იყოს, გადავიხდი, უბრალოდ არ სახელი აღარ მაქვს. გასაგებია. ანუ შენ რაც გჭირდება ის არის, გაკმაყოფილებს. ვაქომა ჩეჩიმა ხო თქვა რაღაც 70 ლარიანი გიტარით აწყო მთელი თავისი. მე ნაპოვნით. ხო, შენ ნაპოვნით. მე ორივე განსაკუთრებულად საყვარლობად ჟღერს. ზევაქოს პოდკასტი უყურეთ ძალიან საყვარელი. ძალიან კაი. ხო, ჩვენი დამსახურება მანდა არ არის. ტიპი მოვიდა, გამზადებული, ზუსტად იცოდა რა უნდა ეთქვა. ჩვენ ისე ხარვეზი ვიყავთ, ხო, რაღაცას რო ვიტყოდით, ისე გველოდებოდა სანამ მორჩებით, რომ გაეგზელებინა თავის გზა რა. კი. ძალიან კარგად იარა 2 საათზე მეტი აი გიჟივით, იმინა პროფესიულად ის ამ წელს ახალ გისურვებ ბევრ სტუმარს. საინტერესოს. გაიხარე, თქვენც ასევე. ჰა? თქვენც ბევრს გისურვებთ. არ გისხია შენ. ობზანდით აქეთ. რაღაც მინდა კიდე მე თქვა ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რატომ ვიმღერე მაგალითად მოდი მალე რა. აუ, რატომ მივედი საერთოდ მუსიკის კეთებამდე? ვიტყვი რა ერთ წამს რაღაც იმაზე ვარ, მოხუდოს ლაივზე ვარ, ამის ლაივი არის. და უცბად იწყებს ლადოს მოდი მალე სიმღერას ამ თავის ვარ. უი, ლადოს მოდი მალე. აუ, ვიცი რა მაგარია. აი, გავგიშთ, გადავიღე მაქვს ჩანაწერი. ჩაწერილია. აუ, ისე მაქვს და თავიდანვე ვერ მოვასწარე. მე მაქვს რაღაცა. ლეგალურ ამბებში არ ვიცოდი რა. ანუ არც დამიდროფავს არსად, არც ჩამიწერია, იმიტომ რომ უკარგესი. ლადოსგან ალბათ მჭირდება დასტური. არა, ხო, ძალიან კაია მართლა გამოშტერდი ისეთი კაია. რაღაც 2017 წელს დავიწყე და დღეს მით რა აღარ უკრავ. ანუ უკრავ ხოლმე, მაგრამ შენი სახელი აქინა ხო არ მოდის? ნიუქსი არა. მაგრამ ეს იმიტომ იყიდა. მაგრამ ეგეც მაინტერესებს მე, საიდან მოდის. 2017-16 წელს, ანუ რაღაც ძალიან დიდი ინტენსობით დავიწყე ეს ქართული, ანუ აღმოჩენა რა ქართული 80-იანი, 90-იანი წლების ალტერნატიული როკ ბენდები იყვნენ ჩემთვის აი ძალიან ისეთი აღმოჩენა რა. და მეთქი ვაიმე, რატო არ ვიცოდი აქამდე და სად სურავდი და წერილი, რეცეპტი, ჩილერ მედიცინი და ქიშოდე ინტელიგენცია. ანუ ყველა რაღაცები აღმოაჩინა YouTube-ზე და ისე გამისწორდა. რაღაცა დამაბრუნა რა ძველ დროში. და მე ამას მოყვა ანუ აქტიური ვინც არის ხარა, ანუ ახალი მუსიკოსების აღმოჩენა, მე იყო რა სკაზი აღმოაჩინე, ის აღმოაჩინე და ძალიან მომინდა, რომ მოდი ახლა რაღაცნაირად კავშირს განვაახლებ საქართველოსთან რა. მართლა რაღაც ვიკარგებოდი აი ამ გერმანიის კი ჩამოვდიოდი ყოველთვის აქ, მაგრამ რაღაცნაირად ვიკარგებოდი იმ ხრივ, რომ ჩემი თავის რეალიზებას ვერ ვახდენდი და სულ რაღაცა ის მონატრების მომენტები მქონდა ძალიან ხშირად და ბოლოს უკვე ნოსტალგიაში გადავიდა და რესტორნულ სიმღერას უსმენდი ბოლოს, ანუ იმდენად არის ყველაფერი არის. და მე რაღაც იდეა მომივიდა, რომ მეთქი საქართველოში მათ მოსასმენად რატო უნდა ჩავიდე, თუ კი შემილია რომ რაღაც პროექტი დავწერო,
რითაც მათ მე ბენდებს აქ ჩამოვიყვან გერმანიაში და დავაკრავინებ რა. რაღაც პროექტზე ვიმუშავე, დაფინანსდა ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა საბოლოოდ რა, ვერ ჩამოვიდნენ და მაგის მე მივხვდი, რომ ანუ რატო უნდა ვიზრუნოს ხმებზე, როცა მე შემიძლია რა. და მე ვივლი აქეთ იქით. და იგი ყო რაღაცა აი ჩემი თავის მიმართ ბრაზი, ამდენი ხანი რა ზელოდი, მაგრამ ალბათ ველოდი, იმიტომ რომ არ ვიყავი ჩამოყალიბებული რა, აი 20-იანების დასაწყისში რომ დამეწყო სიმღერის დაწერა, სულ სხვანაირ რაღაც გამოვიდოდა რა. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავის დრო. ხო, და ალბათ ეს იყო 30 რაღაცა ბარიერი, რის გადალახვის შემდეგაც ჩემი თავის სხვანაირად აღვიქვი სხვა და ხამას 30-ის მერე დაიწყე ეგრე გამო. 30-ის რო გავხდი დავიწყე. ანუ სადღაც შე რო დაიწყე მე მომისმენი ხარ. მე მუხუდო იყო სხვაშეს ერთ-ერთი. მომისმენა ენუქიძემ, გაბისკირია მალიამ. მე და გვანცას ქონდა მაგაზეც ხო. დაუკრეფავში. ხო. ხო და აი მაქიდან, იმიტომ რომ სადღაც ეგ ახალი მომხდარი იყო და მე და გვანცა ერთად თამაშობდით რაღაც სპექტაკლში და მაშინ მომასმენი და გამოვშტერდი ძალიან კაი იყო. ხო და კიდე აი ახალი ქართული არტისტებიდან ვის გვირჩევ ხალხს. ნუ შენ გარშემო ხო ეხლა იმიტომ რომ საზოგადოებრივ ვინც არიან ხო? ბევრი არა. აი ხა მე გამოვარჩევდი მართლა და ძალიან მინდა რომ ეგ ანუ ბევრმა მოისმინოს ანუ გვანცას რო ახსენებ გაბისკირია მალია ხო გაბისკირია მალია ძალიან მინდა რომ ეს ფართო წრეზე მოხდეს მაგის აღქმა იმიტომ რომ ავი უნიკალური არის ეგეც რა ძალიან გვანცა თან ერთად რო ქონათ ლაივი ძალიან გაასწორა თან არ ვიცნობთ ერთმანეთს და გვანცას თურმე ჩემზე ქონია ესე წარმოდგენა რომ მე რაღაც გერმანიდან ჩამოვედი, ცოტა ისე და მე პირიქით მქონდა წარმოდგენა გვანცაზე, რომ მეთქი გვანცა, ენუქიძე ჩამოდის. ხო და ორივე უნიკალური ხმა არის და მუსიკალურადაც რა. კაი, გავაგრძელოთ მე გადავწდით 30-ს დავიწყეთ მუსიკის კეთება და როგორ მიგვიღეს? ეს პირველი ლაივი იყო იქა? თუ მანამდე იყო რამე ლაივი დაუკრეფავში? ქუთაისში არის კოლექტივი იყო ეგეთი რაღაცა? ნუ ეხაც არის, მაგრამ სივრცე არ არის. ხო, და ჰქონდათ ძალიან კარგი, ნუ სივრცე იქაური პირობისთვის დაუკრეფავი ერქვა. როგორც აქ არის ვთქვათ გოსლაბა და აბრაზნი იქ იმ რეალობაში რა. ხო, იქამდე მქონდა ერთი საცდელი ლაივი გერმანიაში. და დაუკრეფავში იყო ჩემი პირველი და გამოვიდი მე მგონი 9 სიმღერა მქონდა. და იქ ძალიან კაი მსმენელი გეყოლებოდა. შეიძლება რაოდენობრივად ცოტა, მაგრამ ძალიან მიყვარს იქაური. ქუთაისში? ანუ საერთოდ ერთი თვის ატვირთული მქონდა მე მგონი ვაშები და ყველამზე პირად იცოდა. კი, საყვარლები არის. ძალიან კარგი იყო. აი ძალიან ისეთი მუხტი იყო, რაც ძალიან დიდი ხანი გამყვა და დღემდე მომყვება ეს მუხტი რა ქუთაისის. კი. და ისე ჩავედი, არავის არ ვიცნობდი მართლა რა, მაგრამ აი რაღაცნაირად ამბიციები მქონდა იმის, რომ აი ხალხი გამეცნო საქართველოში რაღაც რომლებიც ჩემ სფეროში მოღვაწეობენ რა. ვისთან ერთად ვითანამშრომლებდი და მაგიტო კითხე თავიდან, რომ ეს კონკურენცია რატო იყო თქო რა, აი რატო არის რა? ზოგადად არა. ჩემ თაობაში უკვე აღარ იყო. მე მაგალითად დიდი თაობის, აი რო დავიწყე დაკვრა დიდი თაობისგან გრძნობდი ამ რაღაცა ნუ რაღაცა ხო ანუ რაღაცა მეჭიდავებოდნენ რა შეიძლება მეჩვენებოდა მაგრამ ანუ მარტო ჩემგან არის ხო აუ ნახე და მაჩდა ეს ჩვენი დრონი ამით ვიღებთ მიესალმე შინაურე ხო და მე ყოველ შემთხვევაში მაგას გრძნობდი და ჩემ თაობაში უკვე დიდად არისო ხა ჰასნია არსებობს ყოველთვის ვიღაცა არ ევასება მაგრამ ნუ ეგ რაღაც პოზიცია რაღაცა სულელური ის არის. აი, ძველ თაობაში მაგარი კინკლაობა იყო ხოლმე. ეხლა საერთოდ ეხლა რა თაობაც მოდის, მე რასაც უყურებ, ჩემი გადმოსახედა, აი ყველა გიждდება ერთმანეთზე და რაღაცა ყველა ერთმანეთის მეგობარია და რა იმის და მიუხედავად რომ ბევრად უფროსი ვარ მათზე, მეც რაღაცნაირად საყვარელად ჩაუსახლდი, იმიტომ რომ რაღაცა მომწონს როგორი დამოკიდებულება ადამიანების ცნობიერებაც გაზრდილია იმ პერიოდის ადამიანის და დღევანდელის და აღარ არის ეგ ამ რა ვე მამაჩემის ტოლა ხალხი მეჯიბრებოდა რა ხო და თავს იმკვიდრებდნენ მაგით სხვა რაღაცა რო არისო და ეხლა მე პირიქით გამიხარდა ანუ აი რაღაცა ჩემ შემდეგ თაობა რო წამოვიდა და რო ვატყობ რო აგძელებენ რაღაცა ჩვენ გზას
ჩემთვის აი პირიქით, რავი, სიყვარულის მეც არაფერს არ გრძნობ მაგ ხალხის. თან ძალიან კაია ყველაფერი რაც ხდება, გიждები. ხო, ხა რაღაც ისე გამოვიდა, რომ მე რა მაგარი ტიპი ვარ. არაფერი გაგრძელება ყველაფერი და დღეს რაც ხდება, აი მართლა ყველა მიყვარს. თავისებურად ყველა თავის მასში მოედანში სადაც არის. და მე სხვა შორის ძალიან გრძნობ აი მხარდაჭერას სხვა არტისტების მხრიდან და არ მაქვს რა რაც კონკურენციის განცდა არავის მიმართ და პრო კოლეგები ვართ, რომლებიც მზადარიან რომ ერთმანეთს უკაცრავად რო გეჩეხები, შენ რო იძახი რომ ჩემ თაობაში არ ყოფილა, პოპ სცენაზე იყო. პოპ სცენ გიჟები არიან ისინი, მე რა ვიცი, ხო და პოპ სცენა არა იყო იქ ძალიან ისეთი უხერხულობები. არა, იქ სამყაროში მე არ ვიხედები. მე ხო ცოტა ვიყავი ფეხი შედგმული ხომ მქონდა იმ იმღერი რამის გამო. არ მოგაჭამეს მე ეგ ფეხი? ბიჭო, მე არ ვიყავი მუსიკოსად ჩართული, მე ვიყავი გადაცემა მუსიკალური და იქ მოდიოდა შენც და ისიც. так что იმ მატერიალობაც ვიცოდი რა ხდებოდა. შენ რატო გახდი პოპულარული? აი მაგიტომ. მოყევი რა. არის. ბიჭო, რო დავა მე გიცნობდი ბავშვობიდან, მაგრამ უნივერსიტეტი რო დავამთავრე, თუ არა ჯერ სწავლობდი რა დავამთავრე, მე 13 კურსზე ვიყავი თუ მე-4-ზე, ესე რაღაც კასტინგზე მივედი, რაღაცა რომელიღაც კომპანია აკეთებდა, რუსული პროექტი იყო რაღაც უგადაიმე, უფრო სწორედ ამერიკული პროექტი, პლუს რუსებს ხონად გაკეთებული და იქიდან ვიცოდი ჩვენ და ჩამოიტანეს ის პროექტი და ამიძახეს მე წამყვანად. და არ მეგონა თუ ამირჩევდნენ, იმიტომ რომ აი ბევრი ძალიან იმ პერიოდში ვინც იყო წამყვანების იქიდან აქვია ჯგუფებიდან მივედი როგორც რაღაც არ მინდოდა თან უბრალოდ მივედი რომ და ნუ რაღაც საფულო ჯამში მე პარალელ რეჟიმში რეპეტიციები მაქვს რაღაც კაი რეჟისორთან ძალიან ჩამოსულ ბერძენ რეჟისორთან და არ მაქვს ამაზე საერთოდ კონცენტრაცია აქ ვარ ჩართული და მირეკავი რომ მოდიო შენ ხარ და ძალიან გამიკვირდა აი არაფერ შუაშიდან საერთოდ სხვა რეალობიდან ცოტათი აქითა რეალობიდან და აქ რომ მოვხდი ტელევიზია გაუშვებდა კი ცუანა ქვია მაგ ჩემს და კარჩი დამიძახეს და ჩემი განცდით მე სადაც ვიყავი აი მსახიობთან ცხოვრობ, მაგრამ ვიყავი უფრო მუსიკოსების იქიდან ანჩაპტიდან თუ რა და ნუ აი რაღაცა პანკად აღვექვავ თავს და ნუ სულ იდეურად ეგრე ვგრძნობ და უცბად გამხადეს ვიზუალურადაც პუდელი გააკეთეს. იმიჯი გამიკეთეს პუდელის და ბიჭო ისე დამანგრია ფსიქიურად, მაგრამ თან მოიტანა ბევრი ფული იმ დროისთვის ძალიან გადამეტებული პოპულარული ყველაფერი და გული მერეოდა. მაგრამ ჩვენ მაგრა ვიყერეთ, სამეგობრო. ანუ ეს სელებრიტი იყო, მაშინ ქვეყანაში იყო სულ 5 სელებრიტი და ერთ-ერთი იყო ჩვენი ძმაკაცი და აი პატრული რო გვაჩერებდა აი ესე კოცნით გვიშვებდნენ და მე ამ დროს ესენი რო ხარობენ, მე აი კომპლექსტები რომ რეალურად რაც ვარ, ეგ აქ არ ვარ და მე მართლა უკვე რომ აი აქ იყო ის ვიდეო ქონა გადაღებული, აი ხარ ასე ვიძახდი Yellow Duck-ის და იქ ხო ნუ საშინლად ვიქცევი ვიდეოში და ავიღეთ და დავდეთ ეგ რომ ეს დამენგრია. ოკეი. სტერეოტიპი დაენგრია შენი საზოგადოებაში. ისე მაგით მე ვხვდები რომ ძალიან სერიოზულად აღვიქვავთ ჩვენ თავებს ესე არავინ არ გვაკვირდება რა. აი მე ისმის, მაგრამ მე არ მომწონდა ეგრე რომ აღმიქვავ. მე ხო და არავინ არ აღიქვავდა. ჩემი გადმოსახედიდან რა. შენ ისევ ის ტიპი იყავი, ჩემთვის არაფერი ხო არ მაგ ლაპარაკი შეჩიმა. რომ მინდა რომ პროფესიულად გამიცნოს, თქვათ, იმან რა ქვია, საზოგადოებამ ან ამ მოედნიდან სადაც მე კომფორტულად ვარ და მიცნობს საერთოდ სხვა სივრციდან არ იყოს ასიამოვნო. ნო. შენზე და იმაზე არ ვიძახი ვისაც შეხება მქონდა ასნია ხო. იქით? ეხლა იმ დღეს სადღაც პოდკასტში ვიყავი და ევროვიზიაზე რა პონჩი წახვედიო, მაგრა გამიტყდაო. რა ვიცი, აი იცი რა, აი ჩაოლებურად გამოცდილება იყო ჩემთვის. საერთოდ კი, მეც მქონდა ეგ რაღაცეები, რომ ხوار გავპავსავდი თუ რაღაც ისე. დედასმიცა ვარ, ისეთი გამოცდილება მივიღე ევროვიზიაზე, ვაფშე მაგას ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გავივლიდი და ვერ გავიგებდი როგორია რა ეგ ცხოვრება. და კარიერულად წინ წახვედი ეგ. არაფერი არ ქნა, აი ნოლი. მე დამანგრია პირიქით. არა, მე არ დამანგრია, არაფერი, ანუ არაფერი ცუდი გაგებით კი არა, არაფერი, просто წავედი ევროვიზიაზე, ჩამოვედი და გავაგზავნე ესეთივე ცხოვრება, როგორიც ხო და ჩემ შემთხვევაში რა მოხდა, იცი, მე სანამ დავიმკვიდრე პროფესიულად თავი, მანამდე მოხდა ეგ. ანუ საზოგადოებამ აღმიქვა როგორც მსახიობი კი არა, როგორც რაღაცის წამყვანი, რომელიც 60 წელიწადში გაქრა და მე რეჟისორების დამოკიდებულება არის უკვე ტოქსიკური წამყვანი ხარ, ბახალა ხარ, რომელსაც ხალხი ესე უყურებს და უჭირს იმას უკვე შენი როგორც მსახიობთან და ბევრი მუშაობა გჭირდება რომ მე შენი თავი აღაქმევინო ისეთი როგორიც ხარ და 2008-მდე მოკლედ 21 წლიდან, ანუ 2001 თუ 2 წელს დაიწყო ეგ პროექტი. მე თვითონ რაღაცა ჩემი სასაკობრივი რაღაცა კრიზისები გავერდა 28 წელს პირველად თავი როლი რო ვითამაში რაღაც ფილმში იქ დავიბრუნე ჩემი თავი, ჩემთვისაც რა, ანუ მეზიზღებოდა.
ისე 28 წლის ასაკში? პირველად გავიღვიძე 28 წლის ასაკში. მანამდე ვიყავი, რავი, წოლილი ყველაფერში. ანუ არ მიყვარდა თავი. მაგრამ აი შენ რაც ვკითხე, შეიძლება ცოტა street credit დავკარგე რა, ევროვიზიას დასვლიდან. რა დაკარგე? Street credibility როგორ არის ეგ ვინმე იცით? აი ხოლმე ხარ ქუჩური ხო და პანკური ხოდი მოგაკეთა. პანკებში ცოტა ის გავიჩიტე რომ ეს გაპა sold out რა. კი. მაგრამ მესმის. შენ დიდასაკში მოგივიდა თქო გააზრებულად. ხო რა. და ის ქონდა უკვე გააზრებული ქონდა ის ნეგატიური ნაწილიც ისიც და მე პატარა ვიყავი ძალიან და ამჭრაშეთ შენ რომ ბატი ვიყავი ჯერ ბაღაყი. ერთი ბეწო. ეს არის ქუჩის აკრედიტაცია? აი ეგ არის. ალბათ ეგრე არის. გაპაფსავდებოდი რამე რო იყოს? მე პაფსავარ. ამას არა კი გამბიცი ეს ანუ ეგ არის ყველაზე კაი მდგომარეობაში რაღაც პონჩი. მე ვაკეთებ პოპს. არ მაქვს იმის ამბიცია რომ რაღაცა ის ჟანრობრივად თან პოპი რო საერთოდ არ ხარ ეგეც ხო იცი. ვიცი. იმიტომ რომ ანუ ეგ ავირჩიე რა პოპი ავირჩიე იმიტომ რომ მიყვარს ჰარმონიები რა. კი მესმის. მიყვარს ან აი ეს გადასვლები, ტონალობის შეცვლა, მურაბები რაღაცეები კაია. ფერები რაღაცა ხო გიშდები სოლფეჯოს მაგიტო ანუ პოპი არის ჩემთვის ის დიდი მოცემულობა რაშიც თავისუფლად მოძრაობ კი და რო იცოდე მაგ სივრცეში უფრო რთულია მოძრაობა ვიდრე კი ვიდრე აქეთ ანუ ისე ჩამოყალიბებულად დაწერილად ალტერნატიული რა სირცულე იცი რაში მდგომარეა ალტერნატიული კი არა როკ-ენ-როლური რაც არის რა ან თუნდაც აკორდების განმეორებითი აკორდები რა ანუ რამდენ სიმღერაში ამდენ პოპ სიმღერაში არის ერთ და იგივე აკორდი გამოყენებული ტონიკა სუბდომინანტა დომინანტა სუბდომინანტა ტონიკა რა ანუ ეგ მიდგომა არის ძალიან ხშირად რა აი ეხლა შეიძლება სხვანაირი იყოს სხვანაირი გასაგებია სტრუქტურით მაგრამ და აი მან უნდა იპოვო შენი ვალდებულება როგორც პოპ კრეატორის რო იპოვო რაღაცა მელოდია რაც რაღაცა შეიძლება გაგონებდეს მაგრამ არ ყოფილა აქამდე რა და აი ცოტა რაღაც ესეთი ტრიკ არის ანუ ხერხი და ღონე უნდა კი არა ძალიან კარგი ხერხია პოპით კეთება იმის შენი იდეების გატარება რა ძალიან ჯერ ეგეთი მაგას აკეთებს ჩემი უსაყვარლესი დიდი არტისტები თავის ეგაბოდეგებიან რავი ჯეიმს ბლეიკები ვიღაც მაგ ფორმატში არიან აი შენ იცი მე ვაფშე მაგრო кайფობთ მაგ ფორმატზე ჩიბომატო იცი გონია რომ მაგრა გაგისწორდება იაპონური პანკ ჩემთვის არის პანკი ოღონდ რომ მოусმინო როგორი პოპი აიცი Spice Girls-ის საუნდზე თქოს გოგოები არიან რა ოღონდ პანკი უბრალოდ პანკ პირველი ალბომი ქონდათ პანკი და მეორე ჩაწერა Spice Girls-ია რა ოღონდ მე ისევ აღვიქვა რომ პანკ ბენდი აი სადღაცას Charlie X-ი და Dorian Electric არის დაახლოებით ნუ просто რაღაც ინტენსიურ საუნდში ცოტათი პოპია ხო ეგეც ანუ პოპში რაც კიდე ის გაიყვანე პოპში რა ანუ რამდენი პანკ ბენდი ვიცი ია პოპს უკრავს რაღაც არის ალბომებში რა 1-2 სიმღერა რაც ზედმიწევნით პოპი არის შეგიძლია აიღო და ცალკე ალბომი შეკრა რა პანკ ბენდების პოპ სიმღერებით რაღაც მაგრამ ეს არ უნდა იყოს დამაკრინებელი რა გაიგე ანუ პოპი პანკი არის თუ პანკი პოპია ანუ ესე ძალიან მე მგონი არ ყველაფერი ერთმანეთში გადადის და ეს კატეგორიზაცია მიქმნის ხოლმე ცოტა რაღაც აი საზღვრებს აი სირთულეებს რისი გარღვევაც მინდა რა ხო და როგორ ვართ ეხლა წამს კარგად ძალიან რაღაც შევედი მეც გულში ლაპარაკის ხო და შენ არ გაგამეკითხვა ჩვენთან მე კითხეთ როგორ გახდით პოპულარული ჩემი კატასტროფული იყო შენ სტაბილურად შემოხვედი მე სტაბილურად საშუალოდ ვარ არა როგორ შემოხვედი და ძალიან სტაბილურად ეს პლავნად გემრიელად შემოხვედი ნანეტით შემოხვედი რა და მე მივხვდი რომ იმ დღეს რო ვიყავი პოდკასტში მივხვდი რომ ძალიან მომწონს რესპონდენტის როლში ყოფნა ერთხელ მომიწვიე რა მინდა და გავცვალთ გინდა კი მინდა რომ აერთხელ მინდა აქ ვიჯდე ერთ-ერთზე თუ ვინმე მესამე და როგორც შენ გინდა აა შენ ჩაგიждები ერთ-ერთ რა არის ამ ეტაპის ყველაზე დიდი წინაღობა რასაც ევწვით ძალიან კაი კითხვა და ტყუილა გეღიმება
მიდი ბახა. ბიჭო, რავი, პირველ რიგში ბუნებრივია გარემო რეალობა არის ეგეთი მორტალი წინაღობა, რაც პირველ რიგში მოსაგვარებელი არის და მე რავი, ყველა ეტაპზე რაღაცები მეცვლება ეგ წინააღმდეგობები რა. ძირითადად მაინც დამოკიდებულებებში ვარ დღემდე დამოკიდებულებებთან გამკლავებაში სხვადასხვა სახის რა, მაინც და მაინც ნარკოტიკი არ იგულისხმება რა. ანუ სადღაც შენი თავის დარბილება და გატეხვა ხო გინდა რაღაცეებში. სულ რომ მეგონა ბოლო წლები რო აი რაღაცნაირად სიმშვიდე მაქვს და უფრო გადააზრებული რაღაცეები, არ აღმოჩნდა ეს. ანუ კიდე ახლა მეორე დეკადაში რო წავედი 40-ს მერე, ანუ ახალი გამოწვევები გამოვარდა და მაგასთან ბრძოლა ეგ წინაღობების რაც იკითხე მოკლედ. მაგაზე პასუხი. მოგახალეთ. არ გითხრე. მადლობა კითხვისთვის. მე ოღონდ მართლა გეტყვი გულსპელად ვიტყვი რა. მივედი იმ ადგილამდე, რომ არაფერს აღარ ვებრძვი. ანუ აი არაფერი აღარ არის ჩემთვის დაყოლება და ანუ თუ რამე არ მომწონს, მე ვიცვლები. ან შორდები რა. და არ ცდილობ ვიღაცის მოდრეკვას, ხო? ეგ აიხნის წინ მორჩი მაგას. ან არ მაქვს ურთიერთობა, ან მაქვს თუ მინდა ურთიერთობა და რაღაც არ მომწონს, მე ვარ შესაძლებელი რა, ესე იგი რა. და ჩემ თავთან შენ ხარ შესაძლებელი თუ იმ ჩემ თავთან კომფორტში დისტანცირებული. ანუ რა თქმა უნდა, ეხლა რაღაცები მაწუხებს ფიზიკა, ეხლა მაგალითად რავი, სისულელე ისეთი რომ აი არ მივარჯიშია, აი ხანი და აი ჩემ თავს ვერ ვაძარებ, მაგრამ მანდაც მიშო, ესე იგი ეგ პერიოდი მაქვს. ესე იგი ეს მისაღებია. მისაღებია ხო, ანუ პირიქით ვისვენებ რა. და თავს არ ისტრესავებ, რომ აი ეხა ეს უნდა სულ ვისტრესებოდი, რომ აი ვენა ეხა ეს მაგასაკეთებელი და რო არ ვაკეთებ და აი ნოლი პრობლემა. ანუ ჩემ აი დავდებ ამას, ესე მოვყარებ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რა, ეგეთი ანუ შინაგანი დისბალანსი როცა გაქვს ადამიანს, უკვე ანუ ვეღარც ქმნი ვერაფერს რა, ეხა მაგ რა ერთი თვე არაფერი არ გამიკეთებია მუსიკის which is fine, მაგრამ ანუ იმხელა მოთხოვნილება მაქვს ჩემი თავისგან, აი რაღაცა ძალიან წნეხ ქვეშ მყავს რა ჩემი თავი, აი წკეპლი ზევიდან და ესე გვერდებიდან და ყოველთვის უფრო მეც ვაიძულებ, ვიდრე შეიძლება ფიზიკურად შემეძლოს იმის გაკეთება რა. და აი ეგ ძალიან მღლის. ანუ შეიძლება გარემო ფაქტორები არ მიწყობდეს ხელს ეხლა და ცოტა ხანი შევეშვა ამ საქმეს რა. ეგეც ოქე უნდა იყოს, მაგრამ რაღაცნაირად აი გონია რომ ეხა თუ არ გავაკეთე, მე ვერასდროს რა. აი ეგ მიდგომა მაქვს და მე მგონი ცოტა დავჩილდეთ ხო? იცი რა პერიოდებია, ხან შეგიძლია ჩილ გააკეთო, ხან ვერ აკეთებ რა. გააჩნია რა დისციპლინაში ხარ რა. მე ვეღარ ვაძლევ თავისუფლებას, რომ დიდი ხნით მოვეშვა ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა გვერდიდან შეხედე რა. ჩემი გამოცდილებითი მოშვება ბევრი რაღაცა დამიზიანა ცხოვრებაში, ანუ რაღაცეებში შემაბერე. მოშვებას რას ეძახი გააჩენ თუ გაზიანებს? რაც იყო ისე რომ მიუშვი. რა სურვილებს აყევი თუ რას გულისხმობ? ხო, რაც იყო, ანუ თავის დროზე დამოკიდებულება ვთქვათ ნარკოტიკთან მასთან და მიუშვი და ჩავყევი ბოლომდე რამდენი წელი. და ეხა რაღაცა პრობლემურია, ეხა მე რომ ვარჯიში გავაჩერო, მე მაქვს იმის საფრთხის განცდა, რომ კიდე შეიძლება რაღაცეები ხო, ნუ შენ იცი რა არის შენთვის კარგი და რა საჭირო. ხო, მაგას შენ რომ იძახი რომ მე ეხა პრობლემა არ მაქვს, მე ვიცი რომ ვარჯიშის გაჩერება მე ხო, მე ვარ, ანუ მე ვაფშე ნოლი პრობლემა მაქვს მაგასთან, მაგრამ შენ დაგიბრუნდებით ხალბატონო. იცი რა, აი ცოტა გვერდიდან შეხედე, წელს რამდენი სიმღერა დაწერე და ჩაწერე? ბევრი. აი წელს და რავი, აპრილში გამოვშვა ალბომი და მე 2 სინგლი მივაყოლე, 3. რა 3? 3 სინგლი. 3 სინგლი მიიღე და ალბომი. კი. ეს ქენი წელს. კი. და მინდა რომ მეორე წელს, ან მეორე აპრილს მეორე ალბომი გამოვშვა. ჩილ, ანუ არ არის პრობლემა, რომ აი წელს საერთოდ არაფერი არ გააკეთო. ანუ ბერდებით რაღაცა და ანუ რა ბერდები? აი ეგ მაგაიგე, აი სხვადასხვა იმაზე ხართ, ეტაპზე ხართ რაღაცეების რა. ხო და მაგიტო ველაპარაკები, მაშინ სხვა ეტაპიდან 45 წლიდან გელაპარაკები. ეს არის ჯერ 45 წლის ვარ და გელაპარაკები, რომ ანუ ხო არის ხოლმე რაღაც ბანძი ვიდეოები, რომ რას ეთყოდი შენი 30 წლის თავს, რაღაც სისულელეები რო იჩიტება. აი chill. კი, მაგრამ როცა ხარ ანუ იმ ფაზაში შედიხარ, რომ რეალიზება გინდა შენი თავის და რაღაცა მასშტაბებში გაზრდა, ანუ მასშტაბების სხვა მასშტაბებზე გასვლა, ვერ ახერხებ მაგ დაჩილავებას შეჩემა. გინდა რომ სულ რაღაცა 3 წლის ასაკში ჩავწერე ალბომი.
დღემდე მაგაზე მელაპარაკება ხალხი. ანუ ხო და ბიჭო მაგას გეუბნები, ამან დაიწყო 30 წლის ასაკში მუსიკის კეთება და გილოცა ახალი ალბომის გამოშვება. მადლობა. ეგ არ არის ახალი ალბომი. ეგ ავიცი საერთოდ 2018-ია თუ რა. არ იცი რა არის ბალანსირება არის მაგას საჭირო. აი ცოტა წნეხი არის ძალიან კარგი და დისციპლინა, რაც მე მასწავლა ამ სკოლებმა და ინსტიტუციამ ზოგადად მუსიკალურმა ინსტიტუციებმა, რომ უნდა იყო რა რაღაცა დისციპლინირებული, თორე ისე ვერ გააკეთებ რა, ანუ ჩაფლავდები ელემენტარულად და ვერ მიაღწევ, რაღაცას ვერ დააბოლოვებ რა. და აი რაღაცის დაწყება და აი დაბოლოება ეგ იყო ჩემთვის ძალიან რთული პროცესი და აი ეხა მინდა რომ აი რაღაც თითო სიმღერით ერთ ისტორიას ვამთავრებ რა და მე როგორც აი 18 წლის ბავშვი ესე ვუშვებ გარეთ და ვინც არ უნდა მოусმინოს აღარ მაინტერესებს იცი აი ადრე მქონდა ხოლმე იმის განცდა მქონდა ხოლმე რომ აი ჩემია და რაღაც თავს რომ უხერხულად გრძნობ რა ეხა რა ვიცი, აღარ არის ჩემი გაუშვებ. მაგიტო იდო ის ჩემი ალბომი თითქმის 10 წელი. კიდე რაში არის, ანუ სხვადასხვა გარემოებებში ვცხოვრობთ რა. და ანუ რაღაც აი მინდა რომ დაფასებაზე რომ ლაპარაკობდი, დამაფასო როგორც დედა შვილთან ერთად რა. და ასევე მუსიკოსი და ხელოვანი, ანუ მინდა რომ ამით ვიცხოვრო რა და არ დამჭირდეს ისევ ადეკვატური იყოს ვიღაცის ქვეშევდომად მუშაობა ანუ ეგ ჩემი ყველაზე დიდი არ ვიცი კი მესმის ზუსტად არ მინდა რა არ მინდა მყავდეს უფროსი კი აი სოციალური პირობები ქონდეს ისეთი რომ არ გიწევდეს ზედმეტად ტრაკზე გახდეს აი უფროსი ხო და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ანუ მაგიტომ ვიბრძვით ჩვენ ვიბრძვით ეს დრონი მოვიდა კი ლამაზი დრონი მოიქცება ვაუ ისავა როდა так что ბრძოლა წესების გარეშე ბოლოში და ბარძაყარეში ისა რა მაინტერესებს მურმან წულაძესთან ხო კოლაფში როგორ შეხვედრით მურმან წულაძესაც აქვს თავის უნიკალურობა კი და რაღაც პონჩი პროსტა უფრო ჩემთვის მეტად ტრეშია ეგ სადღაც ეს ცოტა დაუკრეფავ ტრეშიც გადასულიც ქვია. მაგრამ ნუ ძალიან კაია. გაქვს შენ მოსმენელი? კი. და თქვენ საიდან და დაიმეჩე. თან რაღაც ერთ პერიოდში დაიწყეთ დაახლოებით. კი, არა, მურმანა უფრო ადრე დაიწყო. ანუ ჩემთვის ეგრე. და გერმანიაში მითხრა ერთმა ჩემო ქართველ მეგობრმა რომ ამას იცნობო, რაღაც ბრიუსელში მოღვაწეობსო და ქართველიაო და ფრანგულად მღერისო რა. და ანუ არ ვიცოდი და ჩამოვედი საქართველოში ერთი სიმღერა გავარდა მაგის მქონი თავი მატკინე და წავედი ლაივზე მაგის და ვთხარი მეთქი ხვალ უკრავ მეც და მოდი ჩემ ლაივზე ვთქვა და მე ეს დავმეგობდით რა და მოეწონა ჩემი სიმღერების და რაღაც მოდი კოლაბი და მეც კაი თქო ეგ იყო და ეგ და ანუ სხვა შორის ძალიან დამეხმარა თუნდაც მიქსინგის ამბებში რომ მესწავლა რა რისმე უნდა გამეკეთებინა როგორ მემუშავა ეფექტებით ანუ ყველაფერს მე ვიმიქსავ რა სიმღერებს რასაც ვდებ და ერთ-ერთი მასტერინგზე ვუშვებ სხვასთან და ეგა მთელი არ ვიცი აი თავისი კომპრესორებით და ჰოლით და ანუ სალკეკი და ანუ სენდები და ძალიან ტვინის ჭამაა რა და დამეხმარა ძალიან ბევრი მასწავლა. ხო. საინტერესოა. კი. მურმანთან ლაპარაკი. კი. ლაპარაკობთ აუცილებლად. და სხვანაირი, ანუ გახსნილი ტიპია რა. ცოტა თან თავისი ბექგრაუნდი ისეთია, რომ 5 წლის, ანუ წინასწარ ლაპარაკი. პატარა იყო, რომ წავიდნენ რა ოჯახი. ხო. ერთად გადავიდნენ ბელგიაში და ქართული ცოტა რაღაც კი ხო ანუ კოჭლობით ლაპარაკობდა მაგრამ ეხა უკეთესად ლაპარაკობს აი ეგ მუხტიცა აქვს მურმანას რომ აი ასე მინდა ვთქვა პირველადი სახე რა ფიქრ ანუ შენი ფიქრების პირველადი სახე როგორიც არის ეგრე გადმოსცემს ეგეც რა და ეგეც პირდაპირობა და გულწრფელობა არის ჩემი გულწრფელი არის ხო დიახ ძალიან საყვარელი ამბავი არის ეს რეალობა დღეს მუსიკაში რაც გვაქვს ეგ მაგ გულახდილობას გულისხმობ რა
ეგეთი ცოტათი ისე აი ჩვენი თაობის 2000-იანების მუსიკოსებში ეგ ულახდილობა სხვაგან ითარგმნებოდა მაინც სადღაცას ჭუჭუ პრიალასკენ მიდიოდა ანუ სადღაც ხო ეხა არის მოშუებული სრულად დაცლილი ხო აი რაღაცა სტრუქტურისგან და აი კონკრეტული სტანდარტისგან ამოვარდნილიანი. იცი რა არის აი მაგ დროს არტისტები, მუსიკოსები იყვნენ აი როგორც ტელევიზორში რო ხალხი იყო ცოტა მიუწვდომელი რა. ეხლა ეს პონტი გაიჩითა რა ეს პოდკასტი არის ძალიან კაი მაგალითი მაგისი რა. ყველა ძალიან ხშირად მაქვს კომენტარი რომ აიმე როგორი უშუალო და გულწრფელი საუბრები გაქვს რა. შევდით ყველანი რა ის ტელევიზორში რომ მიდიხარ იქ ესცენ და რაღაცა. ხო ადრე გამოვიდოდა ეს პოდკასტი რომ მოგესალმებით დღეს ჩვენი სტუმარი არის რაღაცა. ეხლა უფრო შინაურული თემა. ხო ანუ ძირითადად პოდკასტის მუღამი ეგ არის, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ისე ხელოვნურად არის იყო ეგ შექმნილი თავი. სტანდარტია ეგ მოდიოდა დეკადები მოდიოდა ეს. აი სატელევიზიო სტანდარტი გულისხმობს მაგას რომ უნდა იყოს კორექტული რაღაცეებზე. არ მოსულა იქ რომელიღაც ტელევიზია არის იმის ქვეშ და რაღაცა იქით არ მოსულა გადასულა რაღაცის აქ უნდა მოიზმო. და ეს მაესტრო რო იყო ანუ მაგის მიზანი ეგ არის იყო რა ეს მეტნაკლებად. მაგრამ მაინც სტანდარტში იჯდნენ რაღაც მუსიკალური არხის სტანდარტი იყო ეგეც როგორც აქვს MTV-ს და ვიღაცებს ხო ყველა ძველი არხების და სტანდარტები MTV-ზე გაზრდილები თაობა ვართ. ან ცნობადი სახეები ცალკე კასტად რომ მოეხსენ. შენ აი ხა უნდა მოუყვე ერთი ეპიზოდი. ის რომ დავიწყე იმ გადაცემაში წამყვანად მუშაობა ეს ჩემი პროდიუსერი ვინც იყო რა გამიკეთა არიცი? ჯერ ის პერიოდი რომ სანამ წერდი ამ გადაცემებს სასტუმროში მაცხოვრებ და რომ თავი მეგრძნო აღმატებულად. მერე ოთახი სადაც იყო ჩემი სივრცე ვისვენებდი. იქ საკვები რომ შემოდიოდა, აბა ეხა ყველა გავიდა ვარსკვლავმა უნდა ჭამოს და ანუ მაგ გარემოს გიქმნის რომ შენ თავი იგრძნო რომ ვარსკვლავად რომ მერე იქ რომ გახვალ შესაბამის დამგენ ბიჭო რო ვიძახი თრგუნავდა თქო ეგ თრგუნავდა ეხა შენ რო იჯექი ოთახში და ვიღაცა და უცბად შემოდის ვიღაცა რაც პიჯაკში და აბა ეხა ყველა გავიდით ვარსკვლავამდე და პიზდეცი იყო რა ვარსკვლავამდე ჩამოს იქ ჟივიდან ის არის მაშინ ეგ იყო რა ცხოვრება ბიჭო ძველი სტანდარტით ეგრე იყო ანუ სადღაცას რა ის პროდიუსერული მიდგომა ეგეთ ანუ მე ერთი რაღაცა მინდა რა კატასტროფა ვახალას უწუხს ხოლმე რო სტუმარს საშუქარს ამშუქნით ხოლმე და მინდა რომ აი ეს გაჩუქო შენ ამას კი ნუსკნაკა გერმანულად ნატკნაკი ნატკნაკ მაგ შეგიძლია კაკალი თხილი გატეხოთ კაკალი არ ჩაეტევა მართლა მჩუქნი? კი. აუ ბავშვს წავიღებ ძალიან გაუხარდება. აუ რა კაია. თან დღეს აღნიშნავ. всё. მანქანა გადმოვდგა? ნინინინი, მადლობა ძალიან დიდი. გადმოვაინო მანქანა? მე მგონი უფრო მეტად იმაზე მინდა გამხლო რა, რაც შეიძლება мотиваციის მიმცემი ყოფილიყოს სხვისთვის რა. აი თავის გატანის სტრატეგიები თუნდაც ან გადარჩენის სტრატეგიები რა, როგორ გადარჩენ. და რა უნდა გადარჩე შენგან ეგეც ხო არის აი რა გინდა რომ გადარჩინო ხა ფიზიკურად რა შეიძლება გადავრჩე მაგრამ შინაგანად ვიყო გამოფიტული რა და ეს არავისთვის არ იყოს რაღაცა მეტის შემძენი რა ჩემი არსებობა და აი რა ხელოვანი ხა ეს ძალიან დიდი ტვირთი არის რა ჯერ ერთიც აი რა ატარებ ამ ტვირთს 24 საათი ამაზე ფიქრობ რომ გინდა სამყარო რაღაც კუთხით მოწესრიგდეს შენი მესიჯი? არა, მოწესრიგდეს, არა, უბრალოდ აი შენ გაკ აი იმის შინაგანი რა დუღილი რა, რომ რაღაც შექმნა და ამ შექმნილით რაღაც შეცვალო ცოტა. ხო, შეიძლება შეცვალო. უკეთესისკენ, ან რავიმე შეიძლება პირიქით ნეგატიურიც მიცე, მაგრამ არა, უფრო მეტად მიგიღონ ისეთ როგორიც ხარ რა. გონი, მან მაგ ეგ პროტესტი მაქვს, იმიტომ რომ ამდენი არის ხა ესმის ხო შენ ხა სოციალური კუთხით ანუ პრიზმიდან იყურებ კი ზუსტად და მიუღებლობას გრძნობ კი ბაბლშიც თუ ბაბლში უფრო მეტად აი სისტემის მხრიდან ან სისტემას უმოუწესრიგებია ხო მაგრამ აი ეგ ამბიციაც მაქვს რა აი გერმანიაში მაგალითად აი ძალიან რთულია იქ გადარჩენა რა შორიდან როგორ ჩანს იცი აი სოციალურად დაცული ქვეყანა და აი რო გაგიჭირდეს გააქვს რა შემოსავალი მაგრამ ამას იცი რამდენი ტვინის ჭამა და ტვინის ტყუნა ჭირდება მართლა რომ აი რა ვიცი განაცხადის შეტანიდან შეტანამდე ცხოვრობ რა და ეგ თუ თან მithumetes ბავშვი რო ყავს კიდე უფრო რთულდება
არსებობა რა და მით უმეტეს შენი არსებობა თუ გინდა რომ შენი ხელოვნების ანუ ხელოვნებით იყოს რა ხელოვნებით ირჩინო თავი აი როგორი რაღაც აი როგორ დაქცინიან იცი ზევიდან აი რა ხელოვნებით და გერმანიაში ეგ მიდგომაა ზუსტად რა და რაღაცნაირად ცოტა წდება მაგაზე გული და აი მაგის მუღამი მაქვს რა რომ ანუ ჩემთვის ბევრ რამე დაუმტკიცა უკვე აღარ მჭირდება დამტკიცება აღარც იმ დამტკიცება მჭირდება რომ მე შემილია მე ვარ ფემინისტი მე რა ვიცი აი ადრე ყველანაირად 20 წლებში ყველაფერი გამოვცადე ხო მოლოტოვის გამიკეთები ანუ ყველაფერი საერთოდ რა მაგრამ ეხა უბრალოდ სხვანაირად მინდა საზოგადოებას მივაწოდოთ ჩემი თავი რომ მიმიღეთ ისეთი როგორც მინდა ვიყო კი ზუსტად ხო და მოდის ეს რა გააჩნია უბრალოდ აი მაგ საჭიროება შემოდის რომ დიდ მასშტაბზე გახვიდრო რომ იმ მასშტაბმა მოგისმინოს Cardi B ჩვენ გიღებთ ისეც როგორიც ხარ ხო მაგრამ მაგ ხო არ არის ჩვენ რა და ბაბლმა ჩვენ შეგვიძლია ვქნათ რაც ჩვენ შეგვიძლია ვქნათ მაინც ხო არა ნუ იცი რა მიმღებაშიც ის იმას გულისხმობ რომ საარსებოდ რაც საჭიროა თუ მოგწონ ჩემ მუსიკა თუ მოგწონ ჩემ შემოქმედება თუ გინდა რომ უიარსებე მაშინ მაარსებე რა ხო და მესაიდან იტანო მე საიდან უნდა ვიშალო ხო მაგრამ ვინ უნდა გაარსებს ანუ შენ უნდა გააკეთო კონცერტი და მე უნდა მოვიდე აი მენეჯმენტი აი ძალიან ბევრი დეტალები შემოდის მე რასაც მარტო ვერ გავაკეთებ და აი მანდ მივდივარ რომ მეორე ალბომის გამოშვებისთანავე მინდა რომ ეს ყველაფერი ცოტა სხვანაირად შევფუთო რა რომ აი აღარ ვიყო აი ცოტა კრიზისულ ექსისტენციალურ კრიზისში რა ესმის ხო 45 წლის ვარ და 3-4 წელია რაც dream management-ი ყავს ეხლა რაღაც აქედან ვიტყვი Stockton-ზე ვარ Stockton Records-ი და მაგამდე ეგეთი რამე არ გამომიცდია რა ქვეყანაც მივიდა მაგამდე რა ეხლა შეიძლება ვიღაცებს ადრეც უნდოდათ რა მაგრამ ნუ არ გამოსდიოდათ და ეგეც მოვა რა დარწმუნებული ვარ ეგ შენი საქმე უნდა აკეთო უანგაროდ და მაგას შანსი არ არის ვინმე ნუ არ დაინახოს რა ანუ როგორ არ არის შანსი არის შანსი რომ დაინახონ მაგრამ უფრო დიდი შანსია რომ დაინახოს ვიღაცამ და მოუნდეს რომ იყოს შენი სამყაროს ნაწილი უბრალოდ ხდები შენთან გვერდით გომა უნდა დასთვის ესე ანუ უანგარობა ისე ვიქ მივდივართ უანგარობაში უფრო გულწრფელობას გულისხმობ რა იმ განთვლით მნიშვნელოვანი არის რა გასაგებია მაგრამ სხვა გზა არ არსებობს არ მინდა ვიყო დამოკიდებული ვიღაცაზე ან რაღაცაზე რა და რა მას შემიძლია ვიმუშაო და გვერდზე გადავდო ეს მე მქონდა 30 კონცერტი წელს თუ 40 არ ვიცი და აღებული მაქვს ალბათ 5000 ისუ ამდენი ალბათ რა ხო პატარა ვენიუებში ხო და აი ცოტა ვერ ხვდები რა როდემდე უნდა მივსდიო მაგ შემთხვევაში უნდა რაღაცა აი მასშტაბის გაზდა არა მსმენელის რა რომ მსმენელის ისეთ მასშტაბზე გახვიდე რომლებიც შეგივსებენ დრონი არა მარტო მასშტაბის გაზდა მე მგონი ცოტა ის არის რა აი საკუთარი თავის ფასი რომ უნდა იცოდე თუ რა აი ეგ თემაც არის რა შეიძლება არ ვიცი მე მაგას ვერ ვაკეთებ მე არ შემიძლია აი რაღაცებზე უარს ამბობენ რაღაცა მე სადაც მეძახიან მივდივარ პოდკასტებშიც კონცერტებზეც ცდილობ რომ ყველაფერი განვიცადო ანუ გამოცდილება მივიღო ყველაფრისგან რა იმას ვერ ვაკეთებ რომ აი აქ რომ მივიდე ცოტა ცუდად გამოჩნდები და რაღაცები და მაგიტომ მე მაგაზე არ მაქვს აი მაგალითს გეტყვი მასში რომ გეპატიჟებიან რაღაცა ანუ ლაიფციგში რა რაღაც კონცერტს მართავენ რაღაც სოლი კონცერტია სოლი ნიშნავს რომ აი სოლიდარობის პონჩი რაღაც უკრავ და ჩარიტია ნუ ჩარიტი რა რაღაცა სახურავი აქვს გადასახური სახლს. მაგრამ ჩემ პრობლემაა. მივდივარ მეორე 40 евро. ანუ და ცოტა მე მოშვები რა. ანუ მეგობრების არ არიან, არავინ არ არის. არა, მაშინ ხო ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია. ხო და ანუ მაინც უარი ვერ უთხრა, იმიტომ რომ ჩერვითია და ცოტა მაგ დილემაში ვარ და ბევრ რაღაცას ვერ ვეუბნები. არც ერთ შემოთავაზებას უარი არ მithქვამს ჯერ. აი არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ უარი ვთქვა, მაგრამ თან ჩემთავზე ბრაზდები რა, იმიტომ რომ მიწევს შვილის დატოვება ბეიბისითერთან, ცალკე მაგის ფულის გადახდა, ცალკე ხარჯი, ანუ წასვლა, წამოსვლა, ყველაფერი ხო რაღაც აი ამ ძალიან დიდ ენერგიას დროს მოითხოვს და
ხა მე შეიძლება ვაფშე სხვა განმოსახედიდან ვიყარეკო, გაიგე, ვიდრე ეხლა ძალიან სოციალურად ხარ და ძალიან გასაგები არის და მეც მანდ ვარ. მე ვარ ძალიან ისე მაგრამ შენ მოგივა ის მასშტაბი მსმენელის, რომელიც კარგად გაცხოვრებს. ამინ. მე მგონია რომ გარდაუვალი ეგ რა. შენი მუსიკა არის უფრო დიდი მასების ვიდრე ალტერნატიულ, აი ესე რაღაც ჩარჩოში ჩამჯდარი ალტერნატიული მუსიკის რა მართლა. ბევრად დიდი მასების. იცი რა, მაგიტო კიპოს წაკებ ყველაფერს რომ მგონია რომ ანუ აი ხო იცი ცოტა მომავლიდან გიყურებ რომ იმ პონჩი რომ ზუსტად ვიცი რომ წარმატება გაქვს რა. ეხლა გავიგე რასაც. ხო, ეხლა არამატიროთ აქ შობას. შობა იმისთვის არის რომ იტიროთ. აღარ გამახსენო. რატო არ მღერი ხარ ეგეც? სევდიანი. გინდა მიმღერო? შობა ან რა კარგი იყავ მაშინ, როცა მე ეგეთ მიმღერი ხო. რა ეგეთ ბენდი არ გავაკეთო ზმუგის ფარგლებში? არა. ქართული, ძველი, ქალაქური სამხმაში მიმღეროთ? მაგრამ მე პროსტა სახალხო ხო ქონდა ბენდი? კი. ჯგუფი ზმუკი. ექსმუკი იყო? რავი არ იყო? ბაგურ ბურდულის თავი ქონდა და. აუ ეს ზმუკი რატო ბურდული და და ჯგუფი ზმუკი. ზმუკი რატო და არ ვქით ერთი ეკითხვა მაგ. მართლა ხო private რა. ხო არა, თვითონ სულ. იცი რა, ყველა მივხვდი რომ ყველა სხვანაირად აღიქვავს ზმუკს ვიდრე მე. მე ჩემთვის ზმუკი ცოტა რუსული სპონტი არის რა, ზვუკიდან მოდის მგონია. ხო, საყვარელი ზვუკი რაღაცნაირი ზმუკი რა. ეს ის არის მამ პატარა მამა ის რა ქვია იცი? მამუკა. ხო, აი რაღაცა ეგეთი პონტია. ზვუკი ზმუკი. ქვია იცი? ნაუკა. ანუ მეგონა რომ მუსიკასთან რაღაცა ხმასთან კავშირში არის ზმუკი რა. მეც მეგონა. ხო და ესე კი სწორად. მე მგონია ცოტა ჩაწეთებული. ხო და არ არის საყვარელი. და თავიდან ეგრე აღვიქვი და დეჩემა რო გაიგო რომ ზმუკის ჩაწერა იყო ზმუკიო რა ზმუკიო ესე მეთქი რა საკეთებს და ეგ ისე შენ თუ გახსოვს არ ვიცი გუფი ბავშვობაში ბევრჯერ შვებოდა ხოლმე ლევანში ქონა ეს ზმუკი და რაღაცა ის ყოიცა და ეგ ჩარჩა ხო და რავი რაღაცნაირი კონტექსტი რომ საშალო ყველაფერი რაღაცნაირი საყვარელი სახელი და მე თან ჩემ საყვარელ ბენდთანაც ზმუკი და ცეცხლი როა მალინკი ზმუკს და მალინკი ზმუკიც კი მალინკი მუკ კიდებული სკინა მუშაობდი მიმტანად რა გერმანიაში. ხო და აღარ ქართლის ის იყო რა ქვია რესტორანი, აღარ გერმანული კერძი. ხო და მზად რო იყო კერძი, ესე აზარუნებდნენ სამზარეულოში და უნდა გამეტანა რა. და ხშირად ძალიან ბევრი შეკვეთა იყო ხოლმე და ორი თევზი ერთად გეტანა მიწევდა და ესე ავიღე ეს თევზები და ვიმაქ რა. კლიენტთან ერთი დაუდგი და მეორეს რო უდგავდი ეს რაღაცად გადავიწია და თითის სოუსში ჩამეყო რა და ეს პატ გავჩერდე მე შევხედე რა და იმას დაინახა ესე მე შევხედე და ძალიან უხერხულ სიტუაცია გაჩნდა და მე პატ ამოვიღე თითი და დაუდგი რა და იმან აი არაუშავსო რა შევჭამა მაინცო თითუნაგე ხო და მე არ ვიცოდი ათის რა მეკნა უნდა მიგეცა პარე უნდა მიგეცა რო გასინჯე აბა რამეს ხომ არ შეგვისრულებდეთ გალბატო აუ გავშალო ხალიჩა პრობლემა შენშია, შენ გძინოს მემშია და რასაც ვეძებდი, ჯერ კიდევ სხვენშია, ამათრობს რაც შენშია, მანგრევს რომ შენს გშია, გიყურებ ვიაზრებ რომ ის სხვა შენშია. პრობლემა სხვებშია, ხმა მაღლა ვამბობ, ორივეს რომ გშია, ამას არ ვდარდობ, თვისით რომ ბევრშია პრობლემა ჩუმი, თანაც ხომ ბევრშია არ გრძნობები უმი, თუ აღარ მიყვები ცხოვრების დინებას, არ გინდა შეშვი ჭხუბს და გინებას, ყოველთვის გონია ჩვენ ვიცით უკეთ, გშია მე ყიდულობ ვარდების ბუკეტს. რასაც მე ვეძებდი, ისევ იმ სხვენშია.
პრობლემა მგონი ის ჩემშია მოკლედ ძალიან კაი იყო ძალიან გამიხარდა მე ძალიან გამიხარდა თქვენი აკოფნა და მოდი ხალხს კიდევ ერთხელ მიულოცოთ და არასდროს ვცდილობ ხოლმე რომ არ გამოვყო იმ ადამიანებიდან მაგრამ ამ შემთხვევაში მოდი მინდა რომ ანდრო ჭიჭინაძეს და გიორგი ოკმალაშვილს და ყველა პოლიტპატიმარს კიდევ ერთხელ მიულოცოთ ახალი წელი და მთელს გილცავჩობა ახალ წელს თქვენ გინეცვალეთ მე აბა წავედით კარგად პაკა კარგად